სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად იწყება, ცხოვრება დულს. ადამიანები არ ეპუებიან ტრაგედიას, არც დაცემას, არც დამარცხებას და არც წარუმატებლობას. დამეთანხმებით უსაზღროდ დიდი ბრძოლის უნარი, ულევი რაკურსი აქვს ადამიანს. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენთაგანი წინააღმდეგია ჭორაობის, განკითხვის, მაგრამ არაფერი, ძაღლი ყებს და ქარავანი მიდის. ჭორაობის სამიზნე სტუმრები მყავს დღეს სტუდიაში. მათ დასამშვიდებლად ვიღაცა მოიგონა და თქვა, თუ ჭორაობენ, ესე იგი საზოგადოებისთვის საინტერესო ხართო და ისინიც მშვიდად არიან. თუმცა ტყუილმართალი რომ გავარჩიოთ, მოусმინოთ მათ და თავად გამოვიტანოთ დასკვნა, თუ როგორები არიან ისინი სინამდვილეში. ჩვენი პირველი სტუმარი სტუდიაში ანრი ბიბინეიშვილი. როგორ ახარ? კარგად. უკვე თუ გურულად გვინდა პასუხი, რაც ხას ფორჩხიალო. ფორჩხიალო, კაცო? ფორჩხიალი იყო, რაც დაიბეჭდა პრაინტაევში? იცი რა არის? ის ფორჩხიალი არ იყო, ის იყო ჩემი კონკრეტული ცხოვრების უკვე წარსულში რაღაცა ფრაგმენტი, რასაც ვფიქრობ რომ უნდა გაეცნო, რა მოხდა? იცი რა არის? აი მე კონკრეტულ კითხვებს არ დაგისვავ, აი რაც დაიბეჭდა, აი ამ სიყვარულთან, ცოლებთან, ვინ ვის გაყვა, რატო გაშორდა, მერე შერაქენი, აი რა მოხდა მოკლედ რომ მოყვე, რატო იცი? იმხელა სკანდალი მოყვა, რომ აი გადაჭრელდა მთლიანად სოციალური ქსელი და რა იყო აქ ისეთი, რომ აი ამხელა ყურადღება მიიპყრო ამ შენმა ისტორიამ. პირველ რიგში სკანდალს ნამდვილად ვერ დავარქმე მე პირადად, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ რატომღაც მეც შევდივარ მათ შორის მკითხველთა სიაში, თუმცა მე მათგან განსხვავებით ვკითხულობ და შემდეგ გამომაქვს დასკვნა. ხალხს, რომელიც ძალიან მიყვარს, ძალიან პატივს ვცემ, ყოველთვის მოწესებით მექნება მათთან თხოვნა, რომ არასდროს სტატიის თუ ნებისმიერი მასალის სათაურით არ გამოვიტანოთ არავისი ვერდიქტი. შინაარსის არ ცოდნა არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა გავკიცხოთ, ან გავლანძღოთ, ან მაგრამ შენ გაკიცხეს. იცი რა, არა. ამ შემთხვევაში პირადად გაკითხვა არ მომსვლია, იმიტომ რომ არავის არ მოუწერია. მე გაკითხვა ვიცი რომ პირადად ვიღაცა გაზრდავს. თუ არა, საერთოში რო წეს და საერთოში ეხლა ყოველთვის ეყოლება ადამიანს ან ვიღაცა ქომაგი გულშემატკივარი, ან გულშემატკივარი, ან პირიქით ვიღაცა მლანძღველი. ეხლა რა მოხდა? ეხლა გადავიდეთ. რა მოხდა? მოხდა რა, კონკრეტულად პირველ რიგში ჩვენ საზოგადოებაში დღევანდელობაში თანაცხოვრება ნიშნავს რატომღაც ცოლქმრობას. ამიტომ იხსენა იქ ცოლქმრობა, თორე მე არც ერთ შემთხვევაში არ მქონია ხელი მოწერილი და არც ჯვარი დაწერილი. ეს იყო სასიყვარულო ურთიერთობები. მეორე შემთხვევაში, პირველ შემთხვევაში ფაქტობრივად ჩემი სიყვარულია, რომელზეც წარსულში დარჩენილ თემებზე საერთოდ არ მიყვარს საუბარი, ამიტომ არ ვისაუბრებ მოდი პირველ სიყვარულზე. კონკრეტულად მეორე სიყვარულს რაც შეეხება, ეს იყო რაღაცა წელიწადნახევრიანი ურთიერთობა, რომანი, ძალიან კარგი გასახსენებელი, ძალიან ესეთი დადებითი პოზიტიური ჩემთვის, როცა ამას ვიხსენებ, რის შემდეგაც ძალიან მოგვინდა ორივე, რომ დაგვეგვირგვინებინა, თუნდაც დაოჯახებით, რაც არ დაგცალდა, ეგრეთ წოდებულ თანაცხოვრებაში ჩვენ ვერ გავუგეთ ერთმანეთს, ფაქტობრივად აღმოჩნდით იმდენად ერთნაირები, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ. ცოლი არასოდეს არ ყოლია, ხარ საცოლო ბიჭი. ოფიციალურად ცოლი ხელმოწერით, ჯვრისწერით მე არ მყოლია. არასდროს. გაზეთში რატო იყო რომ ორი კვირის მოყვანილი ცოლი და მიატოვე? არა, მიტოვება არა. არა? გია, მე იმ გაზეთს მიყვარდი. არ მინდა წარსულში დარჩენილ ადამიანებზე. წარსულია ორივე? კი. დამთავრდა ურთიერთობები და აღარ აღდგება. არა. ისე ცოტა მაინც დაიხიე უკან, იქნება რა ხდება ხვალ. იცი რა არის, ხშირ შემთხვევაში ძალიან ვამართლებ ხოლმე ფრაზას გამონათქვამს. არასოდეს თქვა, არასოდეს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ვამბობ. არასოდეს. როცა მე იმ სტატიას ვკითხულობდი, შენ ძალიან ისეთი დითირ ამბები დავარქვათ, იმიტომ რომ ძალიან კაცურად შენი პიროვნებიდან გამომდინარე გეუბნები, აი მალხაზ ქულიშვილზე ძალიან კარგი ფრაზები თქვი. ეს რა იყო? გულწრფელი იყავი იმ დროს? ძალიან მარტივი პასუხი ამაზე. რა დამიშავა, ან რომც დაეშავებინა, რა უფლება მაქვს ვინმე სახალხოდ მოვიხსენიოთ ცუდად.
ხო, მაგრამ ხო არ გაწუხებდა, რომ მალხაზ ქრივიშვილის ცოლი იყო შენი მეგობარი. გაწუხებდა ეს? სინდისი ქეჯნიდა თუ აი სინდისის ქენჯვა ვერ მექნებოდა ვერანაირად, იმიტომ რომ მათ შორის ყველანაირი, ანუ ამ შემთხვევაში ურთიერთობა იყო დასრულებული და ამის შემდეგ მოხდა ჩვენი ეგრეთ წოდებული გაერთიანება. ანრი, შენ თქვი რომ აი ის სკანდალი არ იყო, საერთოდ ხარ სკანდალური? იცი რა არის? აი ხო, ყველა ფიქრობს რომ ძალიან ეპატაჟური ტიპი ვარ. საერთოდ არა ვარ ეპატაჟური, უბრალოდ იმდენად მოზღვავებული რა სიკვდილი ვქნა რომ გურული ვარ და რა ვქნა რომ ნამეტარი ენერგიული ვარ. აი მოზღვავებული იყო კაცო. კაცო, არა, მე რას ვამბობ, იმდენად ემოციური ვარ და იმდენად წინდავხედავი რაღაცები მჭირს ხანდახან რომ იცი რა არის? ეგ არის სკანდალურობა, არ ცოდნია მაშინ. ხო და არ ვიცი და რა ვერ კესარიას რომ კოცდიდი თუ არ კოცდიდი ხალხო ჯერ ერთი ეს ფოტო მინდა რომ გაადიდოთ და ლუპით შეხედოთ ამ ყველაფერს. აი ახლა გავადიდებ და შევხედავ. აუცილებლად გაადიდებ. ენა ქონდა შემხელა გამოყოფილი რა. მე დიდი ენა მაქვს ზოგადად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს. რატო იყო წინ დაუხედავ? ეს იყო რა, კიდევ ეს ამას ვისაუბროთ, კაი, ვისაუბროთ. ეს იყო რა, ესე იგი, მეგობრობთ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც მეგობრობაზე უარის თქმა არ შეუძლია. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა უთხრა ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ემიგრანტებს. 14 მაისს გასული თქვენი გადაცემის შემდეგ მე ძალიან ბევრი სითბო მივიღე თქვენგან და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და მიყვარხარ ძალიან. ახლა რაც შეეხება რატომ დავიწყე საუბარი? მე მეგობრობ ამ ადამიანთან, ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს, არც მას არ აქვს ცუდი დამოკიდებულება. ეს ნიშნავს იმას, რომ როცა ადამიანი გიწოდებს მეგობრულ ხელს, იმაზე ზურგი შექცევა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, ეს იყო ალკოჰოლის შედეგად მეგობრული ბრჭყალებში ცანცარი. ხშირად ცანცარებ ხოლმე? კი. მე სულ ცანცარებ, თერმული ცხოვრება ვცანცარებ. რომელ ცანცარსაც მერე მოყვება სკანდალი. არ მოყვება ამას სკანდალი. ეს იყო იმ კლუბის ფოტოგრაფის გადაღებული ფოტო, რომელიც კლუბის გვერდზე იდება. მერე პირდაპირ მნიშვნელობით ბოდიში მომიტევებს ალბათ, მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით ვიღაც მაიმუნმა ეს გამოიყენა პირდაპირ არასწორად. ანუ რატომღაც აფიშირება გავუკეთე იმას, რომ ნახე რაღაცა იცი რა არის, მე ზოგადად არ მიყვარს დამოკიდებულება არასწორი. მაგრამ იცი რა არის, ნახე, ამას მოყვა ძალიან დიდი ამბავი, ქალბატონი ქეთი დოლიძის გამოხმაურება, მერე შენი წერილი. აი ეს არის სკანდალები, მეტი კი არაფერია. ჩემი წერილი არ ყოფილა, ანუ ჩემი წერილი კი იყო, მაგრამ ეს იცი რა, ეს სკანდალს ვერ დავარქებ. ქალბატონი ქეთი დოლიძის დამოკიდებულება დღემდე ჩემთვის ყველასთვის საერთოდ ნათელია, ჩემ და მე რა დამოკიდებულება თეატრიდან გიშვებდა მაგის გამო? არა. ეს ჭორია. ჭორია? ეს ჭორია, თავიდან ბოლომდე ჭორია. საერთოდ დაპირისპირება სიტყვა არ ყოფილა მე და იხე, სხვათა შორის, იცი რა უნდა გითხრა? აი, ნახე, იქ კესარიას ჩაეხუტე, ფოტო გადაიღეს, დადეს, მერე ქალბატონმა ქეთი დოლიძემ ამბავი ატეხა, მერე შენ იხდიდი ბოდიშს, მერე თურმე ის არ გაგდებდა თეატრიდან. მერე არა, ნუ ახსნა განმარტებას აკეთებ. განმარტე საზოგადოებისთვის ის რომ თუ კი არ იცი, არ შეიძლება იმაზე გააკეთო კომენტარი. კარგი, შენს გაწუხებს ეს ამბავი. ხო გაწუხებს? გია, კონკრეტულად ნანობ თუ არა რომ ინტერვიუ მიეცი? იცი რა არის? არა, არ ვნანობ. არ ვნანობ და მეტიც, მე უბრალოდ ვნანობ დღევანდელობიდან წარსულში ქექვას უფრო ვიდრე იმ ინტერვიუს. თუნდაც ორი ადამიანი თუ კი საქართველოში გიცნობს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა შენს ცხოვრებაში იქექება. თქვენ იყავით 2 წელი ერთად. არ ცილდებოდით ერთმანეთს? როგორ არა? და ცილდებოდი? როგორ არა, ჩვენ პერიოდულად ისეთი ჩხუბები ქონდა ხოლმე რომ როგორ გამოიხატებოდა ეს ჩხუბები? ძალიან იცი რა არის? ხო არსებობს ბანალური გამოთქმა არის, დიდ სიყვარულში ძალიან დიდი ჩხუბი არსებობს, ხო? ამის დამსახურებით ხშირად ვკინკლავდით. ცოლქმრის ჩხუბი გის მართალი ეგონაო. რამდენად ცოლქმრის არ ვიცი. უფრო ერთმანეთს შეყვარებული ორი ადამიანის ჩხუბი. გის მართალი. რატო გეშინია ამ სტატუსის? აი რა არის ეს? იმიტომ მეშინია რომ რეალურად ცოლქმარი რას ნიშნავს? ჯვრის წერას, ხელმოწერას.
იურიდიულად თუ მივცემთ ამას. ნუ 21 საუკუნეში ძალიან ბევრი ადამიანები არიან, რომლებსაც არც ჯვარი აქვს დაწერილი, არც ხელი აქვს მოწერილი, მაგრამ ცოლ-ქმარი არიან და ნუ დედამთილ, მამამთილ გადაპატიჟება, გადმოპატიჟება, ეხლა გურული კაცი ხარ, არ გეშლება შენს. ხო, არა. ანუ სახში არც ერთი არ მიგიყვანია? სახში მიყვარას ვაპირებდი ორივესაც, მაგრამ სანამ მივიყვარე, მანამდე გეიქცა ერთის და მეორეც. იმათმა დაგტოვეს შენ? დავარღვე კაცურ სიამაყეს და ვიტყვი კი. ესე იგი დაგტოვა ორმა ქალმა. კი. განიცადე? არა. მიზეზი რა იყო დატოვების? აი ქალი რომ მიდის, აი მიდის და მიზეზი აქვს, რატო წავიდა პირველი? პირველ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე იყო ჩემი ბრალი, ღალატი იყო, რასაც ჩემ თავს ვერასდროს ვერ ვაპატიებ, ეს აღსარება შეიძლება იყოს. არა, ნამდვილადაცია, იმიტომ რომ მე ცოტა არ მინდა ამ სიყვარულს თუ გიყვარდა როგორ უღალატე? სხვა რამე აქვს, სხვა. მე ჩემგან კი არ სურს ამაზე ესე სახალხოდ საუბარი, ამიტომ ვიტყვი რომ პირველ სიყვარულს რაც შეეხება, რომელიც არ დაგვირგვინებულა ხაზგასმით ამ ცოლქმრობით, დასრულდა ღალატის ფასად. მეორე სიყვარულს რაც შეეხება თანაცხოვრებას, ჩვენ იმდენად ერთნაირ ცოლქმრობას არა, თანაცხოვრებას, იმდენად ერთნაირები აღმოჩნდით, რომ შეგვეძლო დაუშვათ დაგვეწყო რაღაცა კონფლიქტი, უაზრო კონფლიქტი იმაზე, რომ აი ბალიში რატოდებს კაცოზე. ეხლა ვინ აკყავს? რა მნიშვნელობა? არის ვინმე? კი, ჩემს ცხოვრებაში არის, კი. მაგას სიყვარული აღარ ქვია, ანრი, მაგას სხვა რამე ამას ქვია. ვამბობ ეთყობა მე არ შემიძლია სიყვარული და არაერთხელ ვახსენე. მე ალბათ ეხლა ნახე რა არის? სიყვარული ეხლაც ამჩატებულია. მე ვეძებ სხვა სიყვარულს, კი, გინდა გითხრა? მე ვეძებ სიყვარულს, როცა შევჭამ და აუცილებლად ვიტყვი იმას, ის თუ ნაჭამია. როცა შემცივდება და ვიტყვი იმას, რომ იმას თბილად თუ აცვია. სიყვარული მე ვეძებ ისეთ სიყვარულს, რომლის გარეშეც სუნთქვა შემეკვრება და ის იქნება ჩემი ჰაერი. მაგრამ ხო გეგონა? ხო, მეგონა. სხვათა შორის, მოდი შეგიცვლი თემას, იმიტომ რომ მაინც ცოტა დაძაბული ხარ. არა, დაძაბული არა ვარ, უბრალოდ ეს იმდენად მართლა იმდენად მტკივნეულია, ჩემს არ მსურს ამაზე საუბარი. ერთ-ერთი გადაცემის დროს ჩვენთან რო იყავი, ძალიან პოპულარული გახდი მის შემდეგ, ხო? კი, კი. ოღონდ სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს კონკრეტულად ის რომ მე დავუშვათ Facebook-ზე ვერ დამიწერია სტატუსი რომ ის არ გამოქვეყნდეს მე საჯარო სივრცეში ამ შემთხვევაში გულისხმობ მედია, ბეჭდვით მედიას. მას შემდეგ წამოვიდა ძალიან ბევრი დაინტერესება ჟურნალისტების მხრიდან, ინტერვიუს გულისხმობ, ასევე წამოვიდა საზოგადოების მხრიდან რომ რომელ თეატრში ხარ, სად თამაშობ, რა სპექტაკლებში თამაშობ, ასე შემდეგ. ნამდვილად ეს იყო 14 მაისის ეთერში გასვლის შემდეგ. ეს კარგია თუ ცუდი? რომ თქვა ცუდი მეთქი ახლა მე არ ვიქნები ყალბი ადამიანი. ანუ ეს ხო არ არის შენზე არ ვამბობ, აი ძალიან ბევრი ადამიანია, როცა აი პატარა იაფასიანი ტრიუკის შედეგად ხდება პოპულარული. 2007 წლის მერე მე თბილისში ვარ, გია. როგორ ჩამოხვედი? ძალიან მარტივად მინდოდა მსახიობობა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ბათუმში დავებადე, გავიზარდე ოჯახში, რომელიც ჩემი ეტალონია, ჩემი დედა, ჩემი მამა, ბრწყინვალე ორი ადამიანი ჩემი და რომლებსაც განვუცხადე რომ მე მინდოდა მსახიობობა. და ჩამოხვედი 3 ლარით. კი. ბილეთის ფულის გარდა მქონდა 3 ლარი. ნამდვილად, იმიტომ რომ მოულოდნელად მოხდა. ანუ რა მოხდა? მანამდე ზაფხულში მე თეატრალური ტურზე გავედი, სადაც ჩავიჭერი. აღმომაჩნდა ორგანული ლ. რბილი ლ, ანუ მე ის ფრაზაც კი მითხრეს, რომ შვილო არასდროს არ იოცნებო სცენაზე დადგომა. შენ ვერასდროს ვინ გითხრა კონკრეტულად? არ არის საჭირო. არა, თქვი რატო? აი ვინ გითხრა? არა, რა საჭიროა ახლა, იმიტომ რომ ის ძალიან ისეთი ცნობადი ადამიანია. მე ცნობი იყო. არ შეიძლება ამის გახმაურება, იმიტომ რომ ეს ხო თავისთავად მის კვალიფიცირებას დაბლასვამს. ხო, მაგრამ იმიტომ რომ ის მე ხო მე აქტობრივად ჩავაბარე საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტში, სადაც მოულოდნელად მოხდა ფაქტობრივად ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩემმა ჯგუფელმა, შემდგომში ჯგუფელმა თეატრალურში რომ ძალიან სევდიანი გამოვიდა, გაუგნებული, იმიტომ რომ მე ჩავიჭერი, იმიტომ კი რომ მე მაგარი ვარ, უბრალოდ არგუმენტი ვერ გავიგე, რატო? რო ეთქვათ რომ შვილო იცი რა უნიჭო ხარ. დედას გეფიცები გავიგებდი, მართლა გავიგებდი, იმიტომ რომ შეიძლება და მართლაც ვარ უნიჭო და ეს ყველაფერი რაც დღესდღეობით მე მაგროლები, ეს შეიძლება ძალიან მალე ამოიწუროს.
ჩემი თავი, რატომაც არა, ყველაფერი შეიძლება. ეს 3 ლარი რამდენ ხანს გეყო? როდის გაიზარდა შენი ბიუჯეტი? ეს 3 ლარი რამდენ ხანს მიყო და გეტყვით ეხლავე მარჯანიშვილის მეტროს როცა ამოვყავი თავი და არ ვიცოდი რეალურად სადან წავსულიყავ, იმიტომ რომ მაშინ თბილისში მე ადამიანი მყავდა, ვისაც გამარჯვებას ვეთყოდი. მე არ ვიცოდი მაშინ არავის. მე ვიყავი ჩემს ენაზე მოსაუბრე ქალაქში, მაგრამ ყველა იყო ჩემთვის აბსოლუტურად უცხო. ვერავის ვერ ვცნობდი, ვერავინ ვერ ვცნობდა, შეშინებული, დაძაბული დავდიოდი, იმიტომ რომ მაინც რადიკალურად განსხვავდება ყოველთვის, ხო? გავაჩერე ტაქსი და ვუთხარი, რომ ძველ კინოსტუდიასთან მინდა მეთქი და როგორ მივალ მეთქი და დაფეთქ მე წაგიყვან თუ. აი ეს გემრიელად ლამაზად დაუბრძანდი და რო გადავედი მე მივხვდი რომ ფული მისაცემი მქონდა. მივეცი ტაქსის დროს ის 3 ლარი და დარჩი ის. დარჩი ისე. და მიხვედი ძველ კინოსტუდიაში და რა მოხდა მერე? მოხდა ის რომ ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ 86 ქულით დავჯექი ბატონი უზარ ბაგრატი გრუზინსკის ჯგუფში. აქედან დაიწყო ის რომ რეალურად მე გამომიჩნდნენ ადამიანები რომლებიცაც დღემდე მოვდივარ. ღამე სადათებდი ღამეს? იყო არაერთი ღამე ქუჩაში განათენებით. მართლა? კი, არაერთი ღამე მე არ უყვარს ხოლმე მას ვახსენებ ხოლმე ამას, მაგრამ უნდა ვთქვა, მე თეატრის საგრიმიეროში. პირველი ღამე ქუჩაში გაათენე? პირველი ღამე კი. როგორ უყურებ ახლა აი იმ პერიოდს? ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა იმ პერიოდს ვუყურებ. რატო? იმიტომ რომ ის პერიოდია ეს, რაც დღეს ვარ. ანუ როგორ გამოიწრთო ფოლადი? ხო? ეხლა მუშაობ, გაათხელფასი, ბინა ნაქირავები გაქვს. მაგაცთან ცხოვრობ დღემდე. ძმაკაც. ესე იგი შენ ქუდბედიანი ხარ, იცი? ქუდბედიანი კი არა ვარ. 7 ნოემბერს იცით როგორ აღმოვს ჩემი ძმაკაცის სახლში? ამაზე ვხუმრობთ ხოლმე. შუაქალაქი გადიოდა ამ არხზე, არაჩვეულებრივი სერიალი მაშინ. დათო და ირაკლი გახსოვთ? ხო, კი, როგორ არა. აი ფაქტობრივად ის ვიყავით მე და ჩემი ზოგადად ნიკა გაბელია. მე ვიყავი დათო ბათუმიდან ჩამოსული. ამან როგორ მოხდა 7 ნოემბერს თუ დაგვარბიეს? მე ვიყავი დარბებაზე მოვიწამლეთ. და ნიკა გაბელია წამოწდა. წამოდი ახლა დღეს ჩემთან დარჩიო და მოგვივლის და ჩემ ახლა მოწამლული ხარ. წახვედი და დავრჩი. მეორე დღეს ერთი ჩანთა მივიტანე, მეორე ჩანთა მივიტანე, მესამე ჩანთა მივიტანე, დღემდე იქ ცხოვრობ. სევდიანი როდის ახარ? მე? ხო. მაშინაც როცა ვხუმრობ. მე ვამბობ ხოლმე სულ ესეთ რაღაცას, რომ ძალიან მიყვარს მერკუციო პერსონაჟი. მე მგონია რომ მერკუციო ვარ. ამბიციით რა თქმა უნდა. ყველაზე დიდი გულის ტკივილი რა არის შენი? ჩემი ყველაზე დიდი გულის ტკივილი? სიკვდილის შიში. არ გინდა რომ მოკვდე? არ მინდა რომ მოვკვდე. აბა როდის გინდა რომ მოკვდე? არასდროს. მუდმივად. ბოლო კითხვას გაგისვავ და გულწრფელი პასუხი გამეცი. ისმე. რატომ იკავებდი თავს მოსვლაზე, რატომ გეშინოდა და რას ელოდი, რა გატორმუზებდა? საზოგადოების შიში გამიჩნდა ბრჭყალებში, პოპულარობასთან ერთად. ბრჭყალებში პოპულარობა ვიგულისხმობ. დაგემშვიდობები ახლა. კარგად. მართლა დიდი მადლობა გულწრფელი ყველაფერთვის, პირობისთვის, მოწვევისთვის, მოსმენისთვის, საზოგადოებას, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონი მანანა თოდაძე. ძალიან კარგად გამოიყურებით, ზედმეტად კარგად. არ ვიცი როგორი კომპლიმენტები გითხრათ და მადლობებით უნდა დავიწყო, იმიტომ რომ მოიცალეთ, მოხვედით და მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხართ. ხომ არ ღელავთ? არა. იმის გარდა რაც მე თქვენზე გამიგია, ბევრი რაღაცა წავიკითხე და საკმაოდ ისეთი ტრაგიკული და ძალიან მძიმე ცხოვრება გაქვთ გავლილი. მე არ ვიტყოდი რომ მძიმე ცხოვრება ტრაგიკული. ალბათ ეს ცხოვრება აუცილებლად უნდა გამევლო, რომ მე დღემდე მოვსულიყავი. თუ ადამიანმა რთული გზა არ გაიარე, ვერ მიხვდები რა არის კარგი და რა არის ცუდი. ხო, იყო თქვენ ცხოვრებაში რაღაცა სირთულეები? რასაკვირველია, სირთულეებიც იყო, გაჭირვებაც იყო, შიმშილიც იყო, ყველაფერი იყო აბსოლუტურად. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს ნამდვილად. ეხლა ჩემი გადმოსახედიდან ამდენი წლის მერე ანალიზს როდესაც ვაკეთებ ყველაფრისას, ხვდები რომ ეს უნდა გამევლო მე აუცილებლად. ყველა ქალს, გამლილი პერიოდის შემდეგ რაღაც დაღი აქვს სახეზე, სევდა გამომეტყველებაში. აი არანაირი ნიშანწყალი არა გაქვთ იმის, რომ რაღაცა ისეთი რთული ცხოვრება გქონდეთ. ეს თქვენი რეცეპტი გაქვთ თუ სულ პოზიტიურად ფიქრობთ?
ეს მე ვფიქრობ, რომ ჩემი ხასიათიდან გამომდინარეა, ჯერ მე ძალიან მიყვარს ადამიანები, რომაც ყენინებენ, ყოველ შემთხვევაში მე ვპატიყოფ. ხშირ შემთხვევაში ზოგჯერ ძალიან ძნელია ცუდი რაღაცების პატიება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემ თავზე მუშაობ და ვცდილობ, რომ დავივიწყო ის ცუდი. უბრალოდ მე რო გადადის რაღაცა შეცოდების მომენტში, იმიტომ რომ როდესაც მაწყენინებენ, ადრე ძალიან განვიცდიდი, ვტიროდი, ვნერვიულობდი, რატომ ითხრეს ეს, რატომ ითხრეს ის. ბოლო პერიოდში გავაკეთე სერიოზული ანალიზი და მივხვდი, რომ მე სანერვიულო არ მაქვს არავის და გირჩევთ ყველას. აბსოლუტურად თუ ვინმე გაწყენინებთ, თქვენ არ ინერვიულოთ, ინერვიულოს იმან ვინც გაწყენინებთ. თქვენ იყავით 15 წლის, როცა მოგიტაცეს. ჩემ წარსულზე არ მიყვარს ლაპარაკი, ხო იცი? მე რა. ეს არის თქვენი ბიოგრაფია. არა, ბიოგრაფია. თქვენი წარსულიდან მოდის ყველაფერი. რასაკვირველია, წარსულიდან მოდის, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ და ყველას ვურჩევ. პირად ცხოვრებაში არავის არ აქვს დედამიწის ზურგზე ჩარევის უფლება. არა, როგორ გეკადრებათ? მე შეკითხვის, მე თუ მომინდება, მე თვითონ ვიტყვი. ეხლა მე თქვენ თუ არ მომინდება, არ ვიტყვი. გასაგებია, მაგრამ მე როცა გეუბნები თქვენ რა ლამაზი ხართ, ქალბატონო მანანა, ეხლა ხო არ მეტყოდით, რომ 15 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს. უბრალოდ მე ჩემი საქმეა, შეგეკითხოთ, თქვენ შეგიძლიათ არ მიპასუხოთ, მაგრამ ერთი პატარა დეტალი მაინტერესებს. აი ეს არ იყო თქვენ ცხოვრებაში ტრამვა? თან იმ პერიოდში ძალიან სხვანაირი პერიოდი იყო ნამდვილად იმ პერიოდში ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გადატანა მე კიდევ ერთხელ ვწუნდები რომ უფალმა იმხელა ძალა მომცა რომ ეს მშვიდად გადამეტანა ეს ყველაფერი მე დამცირებაც ავიტანე ძალიან დიდი მეგობრების მხრიდან ახლობლების მხრიდან იმიტომ რომ ამ ასაკში ადამიანი რო გათხოვდები ცოტა რთული მომენტია არავინ არ მოგიწონებს და რამდენი ხანი იყავით? ნუ 5 წელი 5 წელი ვიყავი. ეხლა მართლა გულწრფელად მაინტერესებს, ოღონდ და მაყურებელსაც დააინტერესებს. ამ 5 წლის მანძილზე იყო, აი მე სხვათა შორის, აი ეს ტრაგედია, ტყუილა არ ვთქვი, იყო ტრაგიკული თუ იყო რაღაც პატარა? იყო ტრაგიკული. ტრაგიკული იყო ნამდვილად, იმიტომ რომ ძნელია საერთოდ ჯერთი ჩამოყალიბებული არ ახარ ქალად, რა ვიცი, პიროვნება, როგორც ყოველთვის პატარაობიდან ყოველთვის რაღაცა თითქოს ჩამოყალიბებული ვიყავი, მაგრამ ოჯახისთვის მზად არ ვიყავი ნამდვილად. სულ სხვა გეგმები რო გაქვს ადამიანს, სულ სხვა ოცნებები გაქვს და უცებ ეს ყველაფერი რო იმცხრება და ინგრევა, ცოტა რთული გადასატანია ეს ნამდვილად. მაგრამ მე უფლის დიდი მადლობელი ვარ, რომ სამაგეროდ მე იმისანა შვილი მაჩუქა უფალმა. რომ ის არის ჩემი ყველაფერი ამ ცხოვრებაში, ჩემი სიამაყე, ჩემი სულის ნაწილი, ჩემი მეგობარი, ჩემი ყველაფერი აბსოლუტურად ერთად. მე გეტყვით ერთ რამეს, იცით რატო გავუბედე პირადულზე დაწყება, პირადულ თემებზე, იმიტომ რომ არასოდეს არ გამიგია ისეთი რამე, რომ თქვენ შეგწყვეთ თქვენი წარსულით და აი აქ ვიყავი თამამი. ნამდვილად არ მწვენია ჩემი წარსულის ის რაც მოხდა, ნუ იმას ვერსად ვერ გაექცევი, ის უკვე წარსულს ჩაბარდა რასაკვირველია. რამდენ ხანს იყავით დაცილებულები მე? აი ნუ გაცილდით, აი მეორე ქორწინებამდე, რამდენ ხანს იყავით მარტო? მარტო არ მაცალეს ყოფნა. აი, თქვენ კიდე ამბობთ, რომ პირადულზე არაო რა. და აქ დავამთავრე უკვე მე აღარაფერს აღარ მოვყვები. ნუ ახლა რაგასაკვირია ახლა, არაფერი, რაგასაკვირია ახლა, პოპულარული ხალი ვიყავი, ცნობილი ადამიანი, რასაკვირველია ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, არც დღეს მაკლია თაყვანისმცემლები, ეს ყველა მომღერლისთვის აუცილებელიც არ ხო ხართ თქვენ ხელოვანი ადამიანი, ხო გიხარიათ რამდენი თაყვანისმცემელი ყავთ. ასევე, ნუ გინდა არ გინდა არიან თაყვანისმცემელები, ვისაც უყვარხარ, ვისაც მოსწონხარ და მე ვფიქრობ ეს ძალიან ნორმალურია შემოქმედი ადამიანისთვის. მეორე მეუღლეს და რამდენ ხანს იყავით? 17 წელი. 17 წელი? ვერასოდეს მე ვერ ვიყავი მაგდენ ხანს, მეც თუ გქონიათ, აი დამდგარა საკითხი აი ამ ურთიერთობებში კარიერა და ოჯახი, ანუ სახლში დაჯექი, იყავი, ეჭვიანობები და ასე შემდეგ. ყოფილა მსგავსი რამე? მე არაფერს არ მოვყვები, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ხელოვანი ადამიანისთვის ცოტა რთულია ოჯახის შენარჩუნება.
ვინაიდან ხელოვანი ადამიანი არის აბსოლუტურად დაკავებული, მისი აზრები, გონება არის დაკავებული სულ სხვა ღირებულებებით, დაფრინავ და მაინც ოჯახი არის უნდა მიწიერი ურთიერთობაა და აქ უკვე იმდენი პრობლემა ოჯახური, რომ უნდა გადაწყვიტო და როდესაც ადამიანი სულ ოცნებობ რაღაცას ფიქრობ, რაღაცას წერ, რაღაცას აკეთებ, რაღაცაზე ოცნებობ სიმღერას 24 საათი სიმღერა რო გიტრიალებს თავში, ცოტა რთულია გაგიგოს მეუღლემ ამ შემთხვევაში. და ამიტომ მიუხედავად იმისა, მე დიდი მადლობელი ვარ აბსოლუტურად ყველასი და ყველაფრის, იმიტომ რომ მე მეორე ქალიშვილი შემეძინა არაჩვეულებრივი, მე ვიტყოდი რომ არ შეიძლება ადამიანი სრულყოფილად ბედნიერი იყოს, შეიძლება ოჯახში არ გაგიმართლოს პირად ცხოვრებაში, მაგრამ სამაგიეროდ უფალმა ისეთი საჩუქარი გაგიკეთოს შვილების სახით. ბოლოს როდის იტირეთ? მე სხვათა შორის იცით როგორი გულჩვილი ვარ, მე შემიძლია ვიტირო სხვის გაჭირვებაზე. ბოლოს კი არა, ეს პერიოდი საშინელება რო დატრიალდა ჩვენს თბილისში, აი არ ვიცი, მე ვერ წნარდებოდი, ვიჯექი და ვტიროდი მთელი დღე. მე ძალიან გულთან ვიცი, ახლოს მიტანა, ალბათ ეს ჩემი ერთად მინუსია ალბათ, იმიტომ რომ მე ისე განვიცდი ხოლმე, რომ აი არ ვიცი, როგორც საკუთარ ჭირს, ისე განვიცდი სხვის გაჭირვებას. როგორი ცოლი იყავით? აი ამბობენ ქალებზე, აი კნუტი ცოლი იყავით თუ აფთარი? სხვათა შორის ვიყავი კნუტი და ეხა აფთარი გავხდი. ბოდი და აუდ სხვათა შორის ძალიან უცნაური აფთარი ხართ და მე გეტყვით რატომ? ეხლა გეტყვით. ძალიან უცნაური რატომ? უზარმაზარი ხიბლი გაქვთ. და გეტყვით ერთ რამეს, როცა დავიწყეთ საუბარი, მივხვდი რომ გებრანჭებით. ვაიმე, არ მიგვერს. ისეთ შეჩვეული ვარ მე უკვე, ყველა მებრანჭი. არა, მაშინ რაღაცა უნდა ჩავიდიდო ეხლა რომ რაღაც გაგაკვირო. განსაკუთრებული და ჩაიდინო რომ რაღაცა ჩემი ყურადღება მიიქცია. განსაკუთრებით იქნებ მიკარდა. უკვე ღელა. უკვე ღელა. უნდა მიხვდეს. მამაკაცი ყოველთვის უნდა მიხვდეს, ქალს როგორ მიუდგეს. აი ამ გადაცემის დროს თუ არ მივხვდი, საღამოს მაინც დავფიქრდები, ხვალ დაგირეკავ. შეიძლება, ხო? კი, შეიძლება. კარგით, მოვილაპარაკეთ. მოვილაპარაკეთ. ეხლა დახშორები. არა, აუცილებლად გავიდეთ. ყავაზე გეპატიჟები. კი ბატონო, სიამოვნებით წამოვალ ყავს. რატომაც არა? მეგობრობას და კარგ ურთიერთობას წინ არასოდეს არაფერი არ უდგას. მითუმეტეს რომ ძალიან ბევრი მეგობრები ყავს, მამაკაცები, ქალებიც რასაკვირველია და ეს ჩემთვის ნორმალურია, დაუშვათ ძმაკაცმა მეგობრებმა დამიერეკოს, მან წავედი ტყავა დავლიოთ. რა მოხდა? ნუ ძმაკაცობით იწყება ყველაფერი და არა, მასე არ არის. არა. მოდით. ჩემთან მასე არ არის. არა, კარგით. ძმაკაცობა თუ არსებობს, ის არის ბოლომდე ძმაკაცობა. პირობას გაძლევთ, მე არასოდეს არ დაგიძმაკაცდებით და მერე ვნახოთ. მოდით, მესამესაც ნუ დავწყვიტავთ გულს და მესამე ქორწინებას? არა, მან დავამთავრე. პროდიუსერი იყო, ხო? დავამთავრეთ. მე ხო დეტალებს არ გეკითხები. არც არის საჭირო. სხვათა შორის ერთი რამე მინდა გითხრათ. ეხლა უკვე არა ინტერვიუსთვის, მე თქვენი გაცნობა უფრო მინდა, ვიდრე დაუშვათ 2-20 სიტყვას გეტყვით. რამდენ ხანს იყავით? No comment. არა, რამდენ ხანს? No comment, არ აქვს მნიშვნელობა. მე ამაზე არ საუბრობ საერთოდ. რამე მოხდა ისეთი სერიოზული? ეს მარტო მე ვიცი. აი რას ეტყოდით ახლა ეთერიდან მას? აი ხო დაგჭათ. არაფერს არ ვეტყვი. აუცილებლად დაგჭათ რაღაცას. კომენტარს არ ვაკეთებ საერთოდ ამ თემაზე, საერთოდ არ ვაკეთებ კომენტარს. ერთი ის ვიცი, რომ სამწუხაროდ ჩემზე არ ვლაპარაკობ საერთოდ, როდესაც ადამიანი გვერდში ყავს, არაფასებ მას და რო კარგავ მე უკვე ძალიან განეცდი. და ზოგჯერ უვარდებათ ხოლმე თავში გონიათ რომ აი всё ხალი ჩემია და всё მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ. შეცდომა დაუშვით რომ თავში აუვარდა? არა, მე არაფერს არ ვამბობ. მე იმაზე არ ვლაპარაკობ. მე გლობალურად ვლაპარაკობ სხვა ქალებსაც, საერთოდ სიტუაციაზე ვლაპარაკობ. მე მინდა რომ სხვა ქალებმაც გაიგონეს და ეტყობა ძალიან გაკლინათ, როცა აი ესე დუმხართ. არა, მე ამ თემაზე საერთოდ არასოდეს არ ვილაპარაკებ. არც ამოვიღებ ხმას. მე ერთი ის ვიცი რომ უფალი ძალიან დიდია და მე მინდა რომ ყველა კარგად იყოს. ესე იგი გამურიცხულია რომ შეურიგდეთ. ეგ მარტო უფალმა იცის. ესე იგი ხედავთ შენ მაინც არას არ ამბობთ. არა, საერთოდ არასოდეს არ უნდა თქვა არა.
არავინ არ იცის ხვალზე გვის რა დაემართება, არავინ არ იცის ხვალზე გვის რა მოელის. ამიტომ გადაწყვეტილად და გადაჭრილად არა მე ამას არ ვიზავ არასოდეს, ან ამას ვიზავ, ეგ არასოდეს არ მარტო ის მითხარით და გეტყვით რატომ მაინტერესებს, რამდენი წელი იყავით ერთად. აი მეც აღარ დავხურავთ ემას. ცოტა ხანი. 1 წელი, არა უფრო მეტი. 2 წელი, 3 წელი. 3 წელი. თითქოს 3 წელი. 5, 17, 3. თუ თვლით თქვენ რომ გამოცდილი ხართ და ვეღარავინ ვეღარ მოგატყუებთ. ჩემი ყველაზე დიდი მინუსი იცით რა არის, რომ მე ძალიან ვენდობი ადამიანებს და მე არასოდეს ეჭვის თვალით არ უყურებ არავის. და ალბათ ამან განაპირობა ჩემი ესეთ მე იცით რა, ეხლა ძალიან მშვიდად წყნარათა ვარ, ბედნიერი ვარ. მე ყველას უსურებ კარგად ყოფნას, მე სამაგეროს არავის არასოდეს არ გადაუხდი, რაც არ უნდა მოხდეს, მე სიკეთით შემილია, მხოლოდ ადამიანს სიკეთით გადაუხადო. ხო არ დაგასებდიანეთ? არა, ამ თემაზე აღარ მინდა. არა, აღარ ვლაპარაკობთ ამ თემაზე. და მინდა გკითხოთ, რატომ წახვედით საქართველოდან? იმიტომ რომ აქ ყველა ცუდ დღეში ვიყავით, ყველა შემოქმედი, ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ რა არეული დრო იყო, რა სიტუაცია იყო და არავის არ ეცალა არც ხელოვნებისთვის, არც შემოქმედებისთვის. მე კიდე უნაროდ არ შემიძლია ყოფნა, რომ არ ვიშრომო, რომ არ ვიმღერო, რაღაცა არ შევქნა, ეს ჩემთვის ძალიან რთული გადასატანი იყო და მე გადავწყვიტე, რომ ჩემი შვილებისთვის, ჩემი ოჯახისთვის და საკუთარი თავისთვის აჯობებდა მე წავსულიყავი, დამეწყო ნოლიდან ცხოვრება, რითაც დავიწყე და მე უზომოდ ბედნიერი რომ ჩემი შევძელი ისევ ხელმეორედ, ესე იგი წარმოიდგინეთ, საქართველოში ხარ პოპულარული მომღერალი, ყველა გიცნობს, ყველას უყვარხარ, ფილარმონიაში 3-4 სპექტაკლი, მაყურებელი, ესე იგი ულევი და ჩადიხარ მოსკოვში და ვინახარ? ჩვეულებრივი მოქალაქე. გიწევს ნოლიდან დაწყება ცხოვრების. მე არ მეკონა თუ ესეთი ძლიერი აღმოჩნდებოდი და საერთოდ ნოლიდან დავიწყებდი ცხოვრებას და თავს დავიმკვიდრებდი როგორც მომღერალი და როგორც პიროვნება. ეს თქვენი თვალებია, თქვენი თვალებია. ჩემი ფერის თვალებია კი. მართლა ძალიან ლამაზი თვალები გაქვს. აი მე ახლა დაიწყო, დავიღუპე. არა, მართლა გეუბნებით, არა, ჩემი თვალებია. ძალიან ლამაზი ფერის თვალები გაქვს. ხო, ისე უცხო გააჩნია რამაცვია იმის მიხედვით ფერს იცვლის ხოლმე. ნუ კამელეონი. ხასიათში და კამელეონი არ არის. კამელეონი არა. ხასიათითაც ხო არა ხართ კამელეონი? ხასიათით არა. ხასიათით ცდილობ ყოველთვის ვიყო. ყოველ შემთხვევაში მე არასოდეს თავზე არ ვახობ არავის ჩემს ხასიათს, ჩემს ცუდ განწყობას. ხო შეიძლება სულ კარგ ხასიათზე იყო ადამიანი, მაგრამ გარეთ რო გავდივარ, მე ჩემს დაარც, ჩემს ხასიათს ტოვებ სახლში, გარეთ მე ვარ ადამიანი, რომელმაც უნდა აჩუქოს ყველა სიყვარული, გამლელს, გამომლელს და ყველას აბსოლუტურად, შინაურს და გარეულს. აუცილებლად უნდა გკითხოთ, თქვენი აი ყველაზე სანუკვარი განძი თუ როგორ თქვა არ ვიცი, იმიტომ რომ აი ეს ისე გააჟღერეთ, რომ მიხვდით თქვენს გულში რადევს ლეილა და თამარი. ლეილა და თამარი. და დამოკიდებულება. ემოციებით ახსავსე ვარ ხოლმე, როდესაც უყურებ მათ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მამის შვილები არიან, ასეთი სიყვარული და ასეთი, არ ვიცი, მე ახლა ქება არ მიყვარს საერთოდ მე და არ მინდა ქებაში ჩამომართვათ. მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემ შვილებს ისე უყვართ ერთმანეთი, რომ ერთმანეთის გულისთვის აი ეს გულს ამოიღებენ და ერთმანეთს მიცემენ. ბავშვები ერთად დამყავდა გასტროლებზე. ერთად იყვნენ ბავშვები, ჩემს გვერდში იყვნენ, ჩემს გვერდში იზრდებოდნენ და ბევრი რამე ისწავლეს თავისთავად ჩემგან და თვითონ ალბათ ბუნებაც უწყობთ ხელს მათ, რომ ესეთი კეთილშობილი ადამიანები არიან. აი ლეილა რო გახდა პოპულარული, არ იყო ესე, რომ აი მანანა თოდაძის შვილი, იმიტომ რომ ეთყობა თვითონაც დამოუკიდებელია და ამანაც შეგიწყოთ ხელი. რუსეთში შოუ ბიზნესის წარმომადგენლები აუცილებლად სკანდალებით ითქვავენ სახელებს. ხა არც სკანდალური თუ არ ქონია. არა, მე არა, მე პირიქით ძალიან ეს ჭორები რომ აი პატარა ბიჭს უყვარს და გონებას კარგავს და აი ეს ყველაფერი ჭორები იყო? არა, იცით რა, მე საერთოდ არ მიყვარს სკანდალები, არ მიყვარს ჭორები, არ მიყვარს ბიჭს რატო აუარეთ გვერდი? მithkma მოთქმები არაფერი არ გვერდი რატო აუარეთ პატარა ბიჭს? მასე ახლა ვისაც შეუყვარდები ეს ჩემი უნდა უყვარდე, აბა ხალი თუ ხარ უნდა უყვარდე ყველას აბსოლუტურად და ეგ არ ნიშნავს ერთი რამე მაინტერესებს.
ძალიან მართლა კარგად გამოიყურებით, ეხლა მაყურებელით დამეთანხმება და არ გინდათ პირადზე ლაპარაკი. ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მანანა თოდაძემ დაამთავრა, ქალი ამ შემთხვევაში სიყვარული. დაამთავრდა თქვენს გულში სიყვარული? მაგის სხვა როგორ შეიძლება? არა, მე რომელ სიყვარულზე გეუბნები გეტყვით, ისა მიხვდები. არავინ არ იცის, ვის როდის რა ასაკში მოუკაკუნებს სიყვარული. მე მგონია, რომ ეხლა თქვენ ვიღაც გიყვართ და ვიღაცას უყვარხართ. არა. არა, ამ ეტაპზე არა, ნამდვილად არა. რამე რო იყოს, გათხოვდებით კიდე? 100 ჯერ გავთხოვდები. 100 ჯერ გათხოვთ. ეს ხომრობა არასაკვირველი. მე საერთოდ გათხოვების წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის, ყველა სიტუაციაში. აი, წინააღმდეგი ვიყავი. მაგრამ მოხდა ესე. საოცარი რაღაცაა. მეც ადრე წინააღმდეგი ვიყავი, რომ ცოლი მომეყვანა. საერთოდ და მე მიდიოდნენ და მოდიოდნენ თავისი. თუ იცით რა, სამწუხაროდ ვერ გააკონტროლებ სიტუაციას, ზოგჯერ ისეთ ჩიხში მოეწყობი, რომ მოემწყდები, რომ ვერაფერს ეჭვიანი ხარ საერთოდ? საერთოდ ეჭვიანი არა ვარ, მაგრამ თუ რაღაცა შევამჩნიე, უკვე ეს აღარ მომწონს. თუ გითქვამთ, ეს არის ის კაცი, ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი. გითქვამთ ეს თუ არა? ეს სიტყვები მithქვამს, მაგრამ სამწუხაროდ შევცდი. არ გაამართლა. რაც იდო ამ სიტყვებში არ გაამართლა. აი როგორ უნდა მოიგოს კაცმა თქვენი გული? აი რა არის ყველაზე მთავარი? ეხლა მე მაგას რატო ვიტყვი? არა, ხო მე შეიძლება რომ მოდება ჩემი გულის მოგება. მე მოიგონ. მოიგონ. არა. ეთყობა რა არის, იცით, ეხლა გიყურებთ და ვფიქრობ ერთ მაინც ვერ შემიცნობ. არა, მე უკვე თქვენ შეგიცანით. მე უკვე თქვენ შეგიცანით. გეტყვით ერთ რამეს, მოვიშველიებ ფსიქოლოგიურ დასკვნებს და არსებობენ ქალების კატეგორიები, ქალი რამდენჯერაც არ უნდა გათხოვდეს, ის მაინც შინაგანად არის ქალწული და უბიწო. და თქვენი ყველაზე დიდი ხიბლი რა არის? ცხოვრებას იწყებთ ნამდვილად თავიდან და სხვათა შორის თქვენი გულის მოგება არის ძალიან ძნელი. მე ძალიან მაინტერესებს ეგ ფსიქოლოგიური მომენტი, როგორ ჩანვარ შორიდან. ქალს ყოველთვის ეტყობა დაღი, რა ცხოვრება გაიარა, საერთოდ არაფერი არ გეტყობათ. ეს ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი ხართ. და მე ვფიქრობ, რომ თქვენი გული მუდმივად მზაობას განიცდის იმისა, რომ ყოველთვის გიყვარდეთ. მე საერთოდ აი ბუნებით ვარ ძალიან მოსიყვარულე და ერთგული ადამიანი ვარ. ეხლა შორიდან ესე ჩანს, ერთხელ გათხოვდა, ორჯერ გათხოვდა, ესე არ არის ცხოვრება. სამწუხაროდ ესე როგორც შორიდან ჩანს, ისე არ არის. მე ვარ ძალიან ოჯახის მოყვარული ადამიანი, შვილებზე გადარეული დედა, პლუს ყველაფერთან მე ვარ ძალიან ერთგული ადამიანი. მე როცა გვერდში მყავს ადამიანი, მე აზრადაც კი არ შემიძლია შევხედო ვინმე მამაკაცს და რაღაცას ცუდი რაღაცა გავივლო თვალში. ცუდი არა, მაგრამ სიტყვაზე აი მოწონებაც კი ჩემთვის უკვე ჩაკეტილი აბსოლუტურად ყველაფერი. აი სწორი ის იყო, მიხვდით თქვენ იმ მომენტს, რომ მე როცა ადამიანის გვერდში ვარ, მე თავფეხიანა იმ ადამიანს ვეკუთვნი. მე სხვა ჩემთვის როგორც მამაკაცი, დედამიწის ზურგზე არ არსებობს არავინ, მაგრამ სამწუხაროდ ისე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ჩემი თვისებები ვერ შეაფასეს და ამიტომაც მარტო დარჩნენ, საკუთარ თავს დააბრალონ. მე არაფერი არ მე მკარგავენ, მე არავის არ ვკარგა. დაახია მათზე ვინც დაკარგად. დიახ, ახია ზუსტად. რას უნდა მოსხმარობთ? ეს ძალიან კარგი სურნელია. თქვენია, იმიტომ რომ საოცარი სურნელია. სურნელი ვერ ვგრძნობ. საერთოდ სურნელი ყოველთვის არის შენ რო იგრძნო რომ შენია სურნელი, მე თვითონ ვერ ვგრძნობ, არ უნდა გრძნობდეს სუნს. მე ვიგრძენი ეს სურნელი, მე ვიგრძენი ხიბლი, მე ვიგრძენი ყველაფერი. როგორ გიბჭყვიალებთ, თვალები გაოცებული ვარ. იმიტომ რომ მიხარია, რომ გიყურებთ, მიხარია რომ ჩემ ტელემაყურებელს ვესაუბრები და საერთოდ მიყვარს ყველა ვიცის, ვინც არისა ყველა. მოდით ბოლოსკენ გავიდეთ და სანამ დაგემშვიდობებით, უნდა გკითხოთ სიმღერებზე. აი ძალიან ხშირად გადაღებული თემაა, ერთ და იგივე სწერდნენ, რაღაცას გაკრიტიკებდნენ. აი ეს იღუპება გემი, მაგრამ ყველაფერი რიგზია. აი ეს ტექსტები სხვათა შორის ძალიან ბევრი უსმენდა ამ სიმღერას. იგივე ფარშევანგი
უამრავი ნახვა აქ. აი მე გაოცებული ვარ სხვათა შორის რამოდენიმე დღის წინ ნიკას შოუში ვიყავ და ნიკა ჩვენი წულუკიძის კულინარიულ დუელში მივიღე მონაწილეობა და ნიკა მითხრა ესეთი რაღაცა მე გაოცებული დავჭი რომ მანანა ისეთი პოპულარულია შენი ფარშევანკიო და ვინმე მოთხარ აღარც მაქვს ეს სიმღერა როგორი იყო და ჩართეს და რომ მოვისმინე ვეუბნე ვინმე და რა кай ყოფილა არც მახსოვდა ნამდვილად ვინ დაწერა ტექსტი? ტექსტი არის ტექსტი არის გენიალური მორის ფოცხიშვილის ანუ თქვენი შემოქმედება მოგწონთ. ჩემი შემოქმედება რასაკვირველია მომწონს იმიტომ რომ მე იმდენი სიმღერა მაქვს ნამღერი ჩემი საკუთარი ჩემთვის რაც დაიწერა და ის იშვიათია დღეს არის დეფიციტი რეპერტუარის ხო პლასტიკას თუ მიმართავთ პლასტიკურ არა ქირურგიას? პლასტიკურ ქირურგიას თუ საჭირო იქნება ყოველთვის მიმართავ ისე და რასაკვირველი ხა აუცილებლად უნდა მიხედო თავს მასაჟებსაც ვიკეთებ ყველაფერს ასაკს არ შეგეკითხებით მაგრამ მალავთ თუ არა? საერთოდ ასაკიც მე მგონი არ არის საჭირო, იმიტომ რომ რამდენი წლისა ვარ ფიზიკ, აი როგორ შემომხედე მე, რამდენი წლისა ვარ. აი რამდენად გამოვიყურები, აი იმდენი წლის არის ადამიანი. ქალბატონებო, მინდა დაგაწყნაროთ. დედამიწა ისე ჩქარა ტრიალებს, რომ ადამიანის ორგანიზმი ვერ ასწრებს ასაკში შესვლას. ამიტომ გამოვაკელით ნახევარი და იმდენი წლისა ხარ. მე 27 წლისა ვარ, თქვენ რამდენისა ხართ? მე 28. ერთი წლით უფროსი ყოფილიყარ და მე ვარ ის პატარა ბიჭი თქვენზე რომ გიждდება. ჩემს ხო იყო პატარა ბიჭი, ხო სიმღერაც ამա. აი ძალიან ბევრი მზაკრული კითხვა მქონდა და ეხლა ვფიქრობ, დაგინდეთ თუ თქვენ გააკეთეთ ისე რომ გვერდიაო ვარ. ეგ არ ვიცი. არა? ამას მე ფინჯან ყავასთან რომ დავსხდებით, აი იქ გავარჩიოთ ეს საქმე და არ გაგიშვებთ ისე რომ არ გვიმღეროთ. მე ვთქვი რომ სასწრაფოდ გამიჩინეთ ისეთი მიკროფონი რომ ქალბატონ მანანას მოუხდეს თქო და მე ეს ლურჯი მიკროფონი. ბაინე ეს ნამდვილად დასაფასებელია. პატარა ნიუანსია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. დაიწყო უკვე. ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა შევასრულო რუსა მორჩილაძის არაჩვეულებ ჩემთვის უსაყვარლესი სიმღერა ირინე სანიკიძის ლექსზე გახავთ ეს სიმღერა საქართველოში მაინც და მაინც არის შეიძლება რადიოშიც აქვთ მოსმენილი მაგრამ ისე ფართო აუდიტორიამ ეს სიმღერა არ იცის და მაინც სიყვარული არის სევდა მაინც სიმღერით საერთოდ მე წარმოსახვაში მაქვს მე ხო ფანტაზიორი ვარ მე ხო შემოქმედი ვარ მე შემიძლია წარმოვიდგინო გმირი და იმას უმღერო ისე უმღერო რომ აი გულისული ამოვიყო და დაულაგო წინას თორემ სიჩუმე ატირდება სევდა დამალული წრებლად დაიღურება მუცახვა დარჩი ჩემთან და გამეცი ხმა სიტყვების სინანულის გვიანი ხნება კუთხეში არ გამოსულა ხა მე რომ სამჯერ ვიყავი ნათხო არა ეკა აი ვიწყებ როგორი მადლობებით იცი აი
უსაზღროდ მადლიერი ვარ, რომ აი ესეთ მდგომარეობაში ხარ, აი სულ ახალი ოპერაციები ხარ და მაინც მოხვედი. აი ეს არის კოლეგიალობა, ეს არის მაყურებლის სიყვარული, ეს არის ჩვენი პატივისცემა და მართლა აი უსაზღროდ დიდი მადლობა შენ იმისთვის რომ მოხვედი. და დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ყველას დიდი მადლობა რა თქმა უნდა ჩემს მსმენელს, მაყურებელს და რა ვიცი. რისი ოპერაცია გაიგე? ცოტა დამებლუკა ენა, ესე არ გაგიკვირდეთ, თუნდაც მაინც ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვარ გამოსული. ეკა, რა მაინტერესებს იცი, პირველი რაც უნდა გკითხო და ეს არის მე მგონი ჩვენი მაყურებლის სტიმული. ყველა ადამიანი, ვინც აი ჩემ თავზედაც გამომიცდია, რაღაც ცუდად ახარ და ხასიათი არ ახარ და სიცოცხლე აღარ გინდა. აი როგორ ახერხებ, რომ შენ თავს არ მოახვიო ადამიანებს შენი ეს წუხილი? იცი, საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე. მე მაგალითად ძალიან ბევრი მაქვს ნამუშევარი ჩემს თავზე. იმიტომ რომ მეც ვიყავი ხო რაღაცა 20-21 წლის, 30 წლის და ამოდი დავრჩეთ 30 წლის. ხო და მქონდა ესეთი ფეთქებადი ხასი, ну როგორც ამას აქ შეეფერებ. მე ეტყობა არ მიყვება ხოლმე, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ძალიან ბევრი იყო რაღაცა შეხლა მოხლები შენს ცხოვრებაში. ძალიან ბევრი. რატო კონფლიქტური ხარ თუ? აი, აბა რატო ხდებოდა ეს? კონფლიქტური არა ვარ, უბრალოდ ნიჭიერი ვარ. მართლა გეუბნები. ნიჭიერი ვარ და ძალიან ხშირად ვიღაცებს ვეჭხირებოდი ხოლმე ყელში და თან რა არც ჭუიანიც ვარ. სპეციალურად ხო არ ეჭხირებოდი? პროვოკატორი იყავი თუ არა? არა. აი სიტყვაზე ვიტყვი ახლა, რომ აი დავშოთ იყო რაღაცა კონცერტები, ხო? მე უკვე რამდენი წელია ხო სცენაზე ვდგევარ, ძალიან ბევრი წელია. არ ვიტყვი რამდენი წელია, მაგრამ ბევრი წელია ვდგავარ სცენაზე და როცა გალა კონცერტებში მიღებდი ხოლმე მონაწილეობას, სულ ადრე კომუნისტების პერიოდს ვიძახი. მაშინ ვიყავი ძალიან შეკრული და ესეთი კარგი შემადგენლობა. მე რა გეტაკათ რო ეცით ერთმანეთს? მე არავის არ ვეცი. მე ისე გავაგზავნე, უბრალოდ ახალი ტალღა წამოვიდეს, ვიღაცა ახლები შემოვიდნენ. ერთი პერიოდი გახსოვს, აი ძალიან ჩვენი ესტრადა რო აკუხდა თუ როგორ დავთქვა გახსოვთ? აი მაგ პერიოდში, ნუ რო გამოვდიოდა ეს ახლები რომ წამოვიდნენ, უკვე იმათ აღარ მოეწონათ დავუშვათ, როცა დარბაზი ჩემ სიმღერაზე ფეხზე დგებოდა, ხვდები? და ყველა მე რა ცდილობდა, მე და ერთ ოჯახში ზუსტად ვიცი რომელ ოჯახში და ვინ იყვნენ ჩემი მეგობრები, მეგონენ ესენი და თურმე აღმოჩნდა, რომ დიდათ არავის არ უნდა ენდო თურმე ცხოვრებაში. ну დაგეგმეს ესეთი რაღაც რომ მოდი რა მოვიფიქროთ ეხლა ცუდად ვღერის რო ვთქვათ დაგვცინებენ ცუდი ოჯახიდან არის რო ვთქვათ დაგვცინებენ რაღაცა ცუდი ბინძური წარსული აქვს დაგვცინებენ და რა მოვიფიქროთ რა მოდი მოვიფიქროთ რომ ცუდი ხასიათი აქვს აჰა და მოიფიქრეს რომ გაქვს ცუდი ხასიათი ჯიბიდან ვისვრი რა ვიცი რაღაცა ტერორისტი ვარ საშინელი მაგრამ ნუ ცოტა პროვოცირება შენც უწევდი ხოლმე იმიტომ რომ ნახე ეს ნიჭიერ ადამიანებს ახლავს რომ ცოტათი გათამამებულიც იყავი იმიტომ რომ შენი ხმა შენი არტისტიზმი ის რომ ყველას უყვარდი და აი ყველაფერი შეიძლება ეთქვათ და უკვე კითხვას კეთილის მსურველი ოღონდ ნამდვილი კეთილის მსურველი როცა ამბობდა რომ აი ნიჭი არა ნიჭზე ვერაფერს ვერ ვიტყვით ანუ ეს იყო შენი იარაღი არა კეთილის მსურველებიც იძახო და მაგას გეუბნები რომ აი სიმღერაზე ვერაფერს ვერ ვიტყვით ნამდვილად და რაღაც და რას შვებოდი ასეც გამაგებინე არაფერს არ შვებოდი გავდიოდი კონცერტზე და შენ ხარ უცნაური ენერგეტიკის მატარებელი და რატომ ნახე აი საერთოდ არ ვიყურები კითხვებში თანმიმდევრობის გამო და რატო გეუბნები იცი აი გაგიკეთეს ოპერაცია აი ესეთი მძიმე რაღაცა აი ვერ გიცოდებ ანუ ეთყობა შენც არ გიყვარს როცა ეცოდები მე არა რას ქვია მე არ მიყვარს როცა ვიღაცას რატო უნდა ვეცოდებო და ვიღაცას ძალიან ძლიერი ხარ ვარ ნამდვილად ერთი რამე მაინტერესებს ხო არა გაქვს მტრის ჯინაზე არავით არა აი ჯინაზე არაფერი არ მაქვს საერთოდ აი გია დამიჯერე რომ არასოდეს ჯინაზე არაფერი არ გამიკეთებია უბრალოდ მე ჩემი ცხოვრების გზა მაქვს და მე მიყვები ამ ჩემი ცხოვრების გზას მე ადამიანი თვითონ არ მინახავს რომ აი ეკა ეჭხუბა მაგრამ აი ეს ხმები სულ დადის რომ აა ცუდი ხასიათი აქვს კი მე ხო გითხარი რომ ერთ ოჯახში დასხდნენ და მოიფიქრეს ეს და ნეტავისი ინიციატივა იყო
იცი თუ არა? ყველაფერი ვიცი. მართლა? ყველაფერი ვიცი და ზუსტად ვიცი როგორ ხდებოდა. ჟურნალისტები ვერ მოდიოდნენ ჩემთან, რატო იცი ეუბნებოდნენ რომ არ მიხვიდე თორე თავში ჩაგარტყავს რაღაცას და რაღაც აშდელი ხასიათი. ეხლა რო ჩამარტყა თავშია? აი მე არა, საყვარელი. ცხოვრებაში არავისთვის თავში არ ჩამერტყია, მარინა ბერიძესაც კი მომიგონეს რაღაცა ჩაარტყაო, ყველაფერი არ ჩამერტყია. მოიგონე? ჩასარტყმელი იყო, მაგრამ არ ჩამერტყია და ძალიან ნანოფ რო არ აი ჩავა. მე რომ მიყვარს მარინა ბერიძე? გიყვარდეს მერე კაცო შენ იმასთან მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს კარგი გოგო ხარ შენ. რას ქვია ვერ გავი მე თუ არ მეყვარს არავის არ უნდა უყვარდეს. პირველი სიყვარული, ნამდვილი სიყვარული როდის გეწვია? 12 წლის რო ვიყავით საუნხრივად შემიყვარდა. რა ვიცი რა უნდა და სიყვარულია ვინ რა იყო? რა ერთი რაიმე სახელგვარი არ მახსოვს. კარგი გაახარე ვიღაცა თქვი რა მოხდება. მოიცა კაცო ეხლა შეიძლება ბაბუა და ოჯახი არ დაანგრეს შენ შემოგევლე თავი დავანებდე. ცალმხრივად გიყვარდა? იტანჯებოდი? არა რა ვიტანჯებოდი და სიმღერების წერა დავიწყე. დედა ისე თემური თათარაშვილი რომ ღერის წვიმა მე შენ სევდას ბრიწვიმა 12 წელს ვიყავი ეგ სიმღერა რო დაწერე და იმ ბიჭს მიუძღვენე. გავიგო სახელი და გვარი გაიცენე გეხვეწები რა მოხდება. ის ყოფილა შენი მუზა, ისე რა საინტერესო ეხლა. ზის უყურებს და არ იცის ვინ არის. არც არის საჭირო რომ იცოდეს. ეგ მე მგონი გაგახსენდა და არა. გამახსენდა კი. რა საყვარელი ხარ. რა მაინტერესებს იცი ორ მხრივად უკვე რო ორ მხრივად შეგიყვარდა. შენი პირველი მამაკაცი ქმარი იყო შენი თუ? ჩემი პირველი მამაკაცი ჩემი ქმარი იყო. მე ძალიან ტრადიციული გოგო ვიყავი საერთოდ, მაგრამ მე ანუ ქალიშვილი ჩაბარდი ქმარს? აბა დედა სასწაული მე. აბა რავა. მე თათარაშვილი სულ დამდებდა. მე და თემური ხო ერთად გავიზარდეთ და ნუ რაღაც პატარაობიდან და ბოლოს გამოაცხადებდა ხოლმე ესეც ხალხში, იცი? 23 წლის რო გავხდი, 24 წლის რომ გავხდი და ეს ქალიშვილია. გამოაცხადებდა ხოლმე. გაძახებდა, ხო? გაძახებდა ხალხში და მე არ მიმჩნევდი, რა თქმა უნდა. და რაღაც ლექსებს მეუნეოდა საოცარს ხალხში. 24 წლამდე ქალიშვილი იყავი? და რა მოხდა მე არ უნდა ყოფილიყავი? ეხლა დეტა რა რეაქცია აქვს ხალხს? მე რა ვიცი რა რეაქცია, ალბათ ჩემი თაობას ჩვეულებრივი რეაქცია აქვს, იმიტომ რომ ჩემი თაობის გოგოები ასე ვიყავით გაზრდილები და ასე რა ვიცი, ასე ვიყავით. თუ ყოფილა რომ დაბრუნებულ ხარ. აი გაცილდი? ხო, გაცილდი და მე საერთოდ არც იქსი აღარ ქონიათ მე? რა გადაეკიდე ამ სექსს კაცო? არა, ისე გეკითხები. არა. საშინელი დიაგნოზი რა, ხო არის რომ გითხრეს დიაგნოზი, ხო? ანუ არ ქონდა ის რომ დაუშვათ ვაი რომ მოვკვდე. აი მე რა. ერთხელ მოვედი და ერთხელ მივდივართ, მე რა მოვკვდა ეხა ჩემთან. არ დაგენანა არაფერი? ანუ თავი არ გამოიტირე ერთის წინ. არა. არა. მე მგონი შენ ყველას გაგვისტუმრებ და ესე იქნება. რატო კაცო კარგად იყავით ყველა. შენ სადღაც თქვი რომ მე მყავს უკვე 2 შვილი, სიძეზედაც შვილს იცახი. აბა ჩემი შვილი. და სიდედრების აი სტერეოტიპი დაამსხვრიე თუ რა? რა სიდედრი, რის სიდედ რა დედამთილი გეხვეწა. ჩემთვის ეგეთი მცნებები არ არსებობს დედამთილი სიდედრი ცოლის და რაღაც მული. ბავშვს ვიტოვებ ხოლმე? აბა რა, ეხა ვერ ვიტოვებ, უბრალოდ არ შეიძლება. ჩემთვის ბოთლის აწევაც კი. ისე მარტო ცხოვრობ? კი, მარტო. არა, გაქვს ეს მარტოობის შიში? არაფრის შიში არა მაგია. არ მაქვს არაფრის შიში, რატო მაშინე? არ გაშიდებ, უბრალოდ მაინტერესებს გაოცებული გიყურებ. სიკვდილი შენ არ გეშინია, ავატყობობა შენ ვერ დაგამარცხა, ღმერთმა კარგად გამყოფოს. საერთოდ ეს ავადმყოფობა იქნება, სიბერე იქნება, ნაუჭი იქნება, მე სხვათა შორის არც ბოტოქსი მაგ გაკეთებული, არაფერი არ მაგ გაკეთებული საერთოდ და ამასინად გამაბრალეს. ნუკას მიწერეს, რომ ესა რა ქვია, დედა შენს მაგიტო გადაურიცხეთ ფულები რომ ნაუჭები გაესწორებინაო? მე კიდე დავწერე კაცო არა მაგეს ნაუჭები. გეხვეწებია მაგ ფულებზე მაინტერესებს. რა მოხდა მაგ ფულებზე? არაფერი, მაგის საბუთი ხო მე ავიღე და მაქვს საბუთი, გამოვაძიებინეს საფინანსურს. რომ ხელში დამეჭირა ეს საბუთი და მქონოდა ამდენი ვეღარ გავიგე უკვე რა ლაპარაკები იყო და სადღაცა 80,000 ლარამდე გადმორიცხა ხალხმა რისთვისაც უღრმეს მადლობას უხდი ყოველ სათითაოდ ყოველ მათგანს და რა ვიცი აი თითოეული
ლოცვისთვის და თითოეული კეთილი სიტყვისთვის, რა თქმა უნდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა, ყველა მიყვარხართ. მაგრამ ისე დაიბეგრა ეს თანხა. გადმომირიცხა შემდეგ უკვე 27000 ლარი და 80,000-დან 27,000 აიღე. კი. მე გავგიჟდი რომ ჩაიდო 100,000 ჯიბეში და საფრანგეთში ისე ირდა და რაღაცა გავგიჟდი. საერთოდ არ ტირი ხარ? როგორ არ ტირი? რა გატირებს ხოლმე? ხანდახან ვიღლები ხოლმე. იღლები და ტირი ხარ. 2 წელი მქონდა საშინელი ხუთვები. აი წარმოიდგინეთ, ყოველ დილას 3-4 საათზე მე ღვიძებოდა 5 საათზე, 6 საათზე და თან ჩემი შვილიშვილი ჩემ გვერდზე ეძინა ხოლმე და იმას უყვარს ბებოჯი გვერდზე ძილი ესეთი კარგი ბიჭია, ხო და ნუ წარმოიდგინე რომ აი ფიქრობდი რომ ეხლა როგორ უნდა გავინც, როგორ უნდა ავიყვანო ბავშვი, რა უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ უფრო და უფრო მეხუთებოდა ეს ერთხელ ქუჩაში ისეთი დავიხუთე რომ პატრულმა მომიყვანა სახლამდე თხოვე რომ წამიყვანეთ თქო იმიტომ რომ ვეღარ ვსუნთქავდი საშინელი მდგომარეობა მქონდა და აი ეს თავიდან ესე შემართები და მე რაღაცა მომენტებში ვიღლებოდი ხა როგორი ასატანია ყოველ დილის 4 საათზე 5 ვარო გაღვიძებს მაგ დროს რო ცუდად იყავი და გამოდიოდი რაღაცა მაინც იპრანჭებოდი როგორც კი გადამივლიდე ხოლმე ვიბრანჭებოდი. ეგრევე ხო? აბარა. რამე რო იყოს გათხოვდები კიდე? რატო არ გავთხოვდები რა? აბა მარტო ვიყო? ვერ გავიგე რატო უნდა ვიყო მარტო? ნუკა საერთოდ არ გავს შენ ხო? ნუკა, როგორ არ მგავს? მგავს. რაში? ჩემი გაზდილია. ხასიათში? კი, მაგარი გოგოა სტეფ. ხო, მაგრამ ის ერთგულია. ერთგულებს რაზე მეუბნები, ქმართან დაკავშირებით? კარგი ქმარი შეხვდა, ღმერთმა 100 წელი კარგად ამყოფილ. მართლა ქმარი რო შეხვედრო და ისეთი როგორიც გინდო და მთელი ცხოვრება იცხოვრე. აბა შენ რა გონია რომ ქმარი მიბატოვე და მეორესთან გავიგეცი? ცხოვრებაში არ მიღალატია არა. ეს იყო, ნუ იძულებით იყო ეს ყველაფერი. იცი რა არის, თავიდან ხო იცი ახალი ცოცხი კარგად გვისონა თქვამია. გონია რომ რაღაცა ააწყე, გონია რომ რაღაცა დაიწყო. თურმე შეცდი, იმიტომ რომ რაღაცა ეტაპზე რო ხარ, მე უნდა გადახვიდე ახალ ეტაპზე, რომ რაღაცა სილამაზე შემატო, ხო? ინტერესი შემატო შენ ცხოვრებას. და მარტო რო ცდილობ ამას და ის ადამიანი რო რაღაც უკან გეკაჩება უკვე. მე გისურვებ, რომ აი ეხლა მალე რო გამოჩნდება, იმაში აღარ შეცდე. ეხლა რო გამოჩნდება, მე ვიცი როგორიც გამოჩნდება. იცი ხო? მე ხა სიზმრებს ნახული. მართლა, რა სიზმარი ნახე, მიდი მომეყავი. შენ აი რო გაინტერესებს, საიდან იცოდის, როგორ გაიგეს, როგორ საოცარ რაღაცას გეტყვი. ყველაფერს სიზმარში ვნახულობ. მართლა? მართლა. აი მაგალითად, ვარდების რევოლუცია ერთი კვირით ადრე ვიცოდი რომ მოხდებოდა. ვაიმე, ახალი სიზმარი არაფერი გაქვს ნანახი? როგორ წავიდოდნენ ისიც ნანახი მქონდა. მაგრამ ეხლა ახალი სიზმარი არაფერი ნახე. აი ხანი არაფერი არ მინახავს. მართლა? განვლილი შენი ცხოვრება. თავიდან არ გავივლიდი არავითარ შემთხვევაში. ანუ ნანობ რამეს? იცი რას ნანობ? არაფერსაც არ ნანობ რა. ჩემი ცხოვრება არის ჩემი ცხოვრება. რომ მითხარი რომ აი თუ შეიძლებაო რომ მადლობა გადაუხადო ჩემ ექიმებსო, ძალიან გამეხარდა და აი მადლობა შენ რომ ესეთი ხარ და გადაუხადე ექიმებს მადლობა. უღრმესი მადლობა ჩემს ექიმებს. ნუ რა თქმა უნდა მე კლინიკას არ ვასახელებ, ჩემ კლინიკას არ სჭირდება ჩემი რეკლამა. მე ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ჩემს მთავარ ოპერატორს, ანუ ვინც არ ვიცი. ძალიან მიყვარხართ ბატონო მერაბ კილაძეს. მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო და მის ქირურგებს, ვინც ჩემს ოპერაციაზე ერთად იდგნენ და ანესთეზიოლოგს მარინა კიკოზაშვილი, დავით ელგანდაშვილი, ოთარ კეპულაძე, თამაშ ჯიქია და თენგის კეპულაძეს. მინდა რომ უღრმესი მადლობა და ბევრს ყოცნი მიყვარხარ. მე შეუძლი მადლობას, იმიტომ რომ აი ყველაზე გულიანი ადამიანები არიან და მე გიждები ექიმებზე იქიდან გამომდინარე რომ ისინი ადამიანებს სიცოცხლეს ჩუქდიან. ეკა უღრმესი მადლობა და გავაგზავნოთ ცხოვრება. Facebook-ზე კი მომკლეს, მაგრამ ჯერ აქა ვარ და არ ვაპირებ. გაიხარე ჩემო კარგო და წარმატებას გისურვებ. უღრმესი მადლობა.
ადამიანი, რომელიც მთელ საქართველოს ფეხით უვლის. ჩვენ ახლა სხვა რაკურსით დავინახავთ მამა თომა ბეთანელს. მოგესალმებით, მამა თომა. მოგესალმებით, უფლის სახელით, გალოცილი იყავით, სიკეთე მოგჩენილმა. მამა თომა, თქვენ ძალიან ბევრი ადამიანი გიცნობთ, მაგრამ სხვა რაკურსი არავინ არ იცის, თქვენ ნამდვილად ვინახართ. სად გაიზარდეთ, როგორ გაიზარდეთ, როგორ ცხოვრობდით? თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი რა არის? მე ვიყავი, სადაც დავიბადე იმ სოფელში, ჩემ ნათესავებსაც გაუძნელად ჩემი ცნობა და თანაკლასელებს. ასია ჩემში მიუღებელია ის მე ეს მქვია ის ხანდახან მყვები. მე ხო იცით რომ ახლა ვიცი უკვე რა ხო ქვია და თქვენ. თქვენ, იმიტომ მე ყველგან ვამბობ, ეხლა თქვენ მოგძანდით 6-ში 4 საათზე სამოქალაქოში საქმის განხილვა იქნება ჩემზე და მხოლოდ ვეუბნები თომა მქვია. მეკითხებიან წლოვანობა. მაგრამ პასპორტში ხო თომა არ გიწერიათ? გურამი გიწერიათ, ხო? კი, მხოლოდ ეს უფლისგან ასე მოვიდა და ეხლა მე ჩემშია თომა მხოლოდ. ეხლა შეიძლება თუ შემეკითხები სულ სხვა სახელი იდგეს კიდე მხოლოდ. გასაგებია. მაგრამ პასპორტში ბავშვობაში თქვენ გურამი გერქვათ, ხო? კი. მე მახსოვ ხარ თქვენ, ოღონდ ბავშვი ვიყავი, რომ გეცვათ ჩოხა და გეკავათ დროშა ხელში. კი, იყო შემთხვევა ეს ზვიადისტობას დიახ. ზვიადის მომხრე იყავით? ზვიადის ყოფილიყო კი ალკოსტავას მხოლოდ ვისაც მამული უნდოდა სამშობლო უნდოდა და დამოუკიდებელი კანონი მისი ქვეყნის მისი ხალხისთვის დამოუკიდებლობა თავისუფლება და თანატოლუფლებიანობა ჩვენ დაგვიწყებია დამოუკიდებელი მხოლოდ სიტყვა და სხვა ქვეყნის სხვა ვიღაცის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფი. ბატონ ზვიადს იცნობდით? კი ვიცნობდი. ეხლა იმასაც გამოგიტყდებით იმ საკანშიც ვიყავი, სადაც იმიტომ ვამბობ, იმდენი მაქვს სათქმელი, მხოლოდ ვიყავი. საკანში ხო შეხვიდოდი, აი აქეთ იყო კეთილზე ამოღებული ხელით ამოჭიშკნილი. მთელი ჩვენი ქვეყანა შავი ზღვა ხო და სამი სუტკა დაჩოქილი ვიყავი, იქ სხვებიც იყვენ და იმ კედლებში ვკითხულობდი, იმხელა გზნობა იყო, იმხელა სული იყო ჩადებული. თქვენ საეკლესიო განათლება არა გაქვთ, ხო? საეკლესიო განათლება გვაქვს. მე ერთ მამაოა თელავში ხო ვიყავი ჩასული, ბოლოს გიცანიო იქ მაგიდა იყო. ბოლოს გიცანი, ბოლოს. მამაო, აი მამაო, მამა ვინ დაგიძახათ მამაო, ანუ მე მამაო ვიყე კი ეხლა ჩვენ არა, მღვდლად იყავით ნაკურთხი თუ არა? მე მღვდელი ვიყე. არა. მაგეც question-ი. არც ბერი ხარ. კი. ბერი ხარ? ვინ გაკურთხათ? მე უფე ათანასე ჩახვაშვილი. ეხლა სიონის ეზოშია დაკრძალული. დაკავებულიც იყავით, ხო? დაკავებული ეხლაც უნდა დამაკავონ, დიდი აბავია თუ დამაკავონ. პირველად რაზე იყავით დაკავებული? ნუ ხდებოდა ახლა ისე ხულიგნობაც ხულიგნობა. ზოგჯერ ყოფილა განამინდოდა ხელის მოქმედება, აი ძლევოსნები თავშეკავებულებია ძალიან მხოლოდ. ინსტინქტი ყოფილა ასეთი, შენ ხელი ხომ უნდა დამწყო. ხელი მიდის და თავისით მიდის და შემდეგ ხედავ ადამიანი. რა მაინტერესებს იცით? ამბობდნენ რომ აი დაგიჭერდნენ, მე რაღაც უცნაურად ისევ მალე გამოდიოდით საპატიმროდან და რატო ეგ ტყილია. არა, ერთი პერიოდი იმასაც ამბობდნენ რომ პოლიციასთან იყო შეკრული. პოლიციასთან იყო შეკრული. პოლიცია კაკებეზე ვიყავი უჩოძე, მე ეხლა ნაცნობები მყავს. ვინ არის და ასე გეტყვი მე, აი თუ მიდგა ზაკონიკების მყავს ნაცნობები, ზოგი მიცვალებულია, ზოგი ცოცხალი და პატრიოტად. ეცა ცოცხალი ზაკონიკები კიდე არიან? კი, კაცო, ჩვენ ქვეყნიდან გასულებია ერთი, ახლა თემქაზე წამებლატავა ვიღაცა და ვინ ქვია და მომავალი გონია უჩასკოვის ბიჭი ქვია
ზაკონი კი ვინაა მეთქი და ვინდა მე მეთქი და დავით აღმაშენებელი ქუჩაშიო ეგ მონაგონია თქვენ დადიოდით შოხით, გეჭირათ ეროვნული დროშა. მერე უცბად აი რადიკალურად შეიცვალა თქვენი ვიზუალი და გახდით ბერი. ცაშიში იყავით? დღესაც საშიშად მიმეჩნია რატო ხართ ცაშიში? იმიტომ ვამბობ სინამდვილეს უფლის სიტყვას ვამბობ ამბობთ, რომ უფლის სიტყვას ამბობთ. ესე ხო ყველამ შეიძლება გადაიცვას, იაროს და გადაიცვას და საბუთს გაჩვენებ, კაცო, შეამოწმეთ ეს საბუთი. ბეჭედი შეიძლება მე დავუსვა, ბეჭედი მხოლოდ ხელი. ხელზია იქ საქმე, შენ ხელს ვინმე გადაიტანს გაგარს. რა საბუთია ეს? აი ეს ხელი, ეს მაჩვენეთ. ბეჭედი შეიძლება სხვამ დასვას. მაჩვენეთ. ხოლოდ ხელი ეს მეუფე ათანასე ჩაყვაშვილისა. სადაც უნდა შეამოწმდა. ეხლა უფალთან იქნება ალბათ რუსთავის ეპარქია ბრძანება 13. ანუ თქვენ გაქვთ ოფიციალური წერილი, რომ ხართ ბერი. კი. მე ხომანაწილებდნენ, კაცო, 3 თვე ძამისხევობაშიც ვიყავი და წამოვედი უკან. მე ხალხში უნდა ვიყე დამანებეთ დავიმეთქი. ისე თქვენი რატო ეშინიათ ხალხს? ხალხსაც ეშინიათ. ხალხს ეშინოდეთ. არა. ხალხი უმეტესი ნაწილი მოდის ხაც ემთხვევა ზოგი ამბობს, რომ თვითმარქვია, ზოგი ამბობს, რომ აფერისტია. ეს 5 საათი. აი მაგ 5 ფულებით ავსებთ ხოლმე? საგამომდე კივავს მხოლოდ შემდეგ თუ მაქვს ისიკი. სადმი გაქვთ ფული? სადმი მაქვს, ამდენი უჭმელი უსმელი იყო. ეხლა კი ძალიან გული შემტკივა, ეს შემთხვევა ხო მოხდა 13-14-ში უთანაგრძნობ იმ ხალხს, ვინც ასე ვთქვა დაიღუპა. მხოლოდ ჩვენ იმდენი უჭმელი და უსმელი ხალხი ვყავს ქვეყანა. აქ მე მიიღებთ წადით და სანაგვის ყუთში ხო ყოფენ ხელს ის მანიაკებით ვიყავი ვეძებდი საწავიდენ მეთქი და უძახებდი და ამეთქი საჭმელი იყიდე მეთქი შენ იცი სანაგვის ყუთში 10 ჯერ ხო ჩაყოფს ადამიანი ხელს ჯიპი უყიდო კაიბინა მიცე ხალადელი კი გაუსო საჭმელის სასველით გაიკეთებს პერჩატკებს დავალტყოფებულია უკვე და მაინც დაიწყებს ხო მაგრამ იცით რა არის ხანდახან თქვენ აგრესიული გამოსვლები გაქვთ ხოლმე ბოს მაქვს აბა ნუ მე აი ამბობენ რომ იგინებით ამბობენ რომ იწყებლებით მომისმინე ეს წმინდანი ხოა მე იმის ჭუჭყის ფასი ვიყვე კი მე 4 წელი ჩხუბობდი მის საფლავზე მცხეთაში ამოიღებ ჩაგაწვეთ ჩიგმეთკი ძალიან დიდ პატივს ვცემდნენ ხატებს მაძლებდნენ ყველა ამბავ სიონშიდან ხო გამოვაგდები ბოდიში ახალგაზრდებოდა თუ გიდა უჩვენეთ გას სადის შეგიჟო უბლისაღლიდან მაგდებთ უბლისაღლიდან ვინ ამბობდა ჩვენი წმინდა მამა ეხლა თქვენ ვედრებით მამა გაბრიელს ვაგდებდნენ და რა ვიცი ახლა მაგალის ხვები ზოგი მამაო გულში მიხუტებს და ზოგი ნუშა მოყოლოდა აი გამაგები სალოსი რას ნიშნავს სალოსი ვიცი ეგუფალმაის თქვენზე ამბობენ რომ სალოსიაო ხარ სალოსი უფალმაის ღვთის გლახებს ეძახი ეხლა თქვენ ღვთის გლახა ხართ ხელმწიფობის მეტყობა არა, მაგრამ იცით რა არის? ახერხებთ ადამიანებთან კომუნიკაციას. მე რო თქვენ პირველად გნახეთ, მე მომეცი თქვენ ქვა. იმაში სადედოფლო მაღაზიაში და კიდე სად გნახე იცი? აბა თუ გაიხსენებ. კიდე აი ეს ანასტასიას საფლავზე? ანასტასიას სახლში, სადაც ეზოში. აი იქ მომეცით პირველად თქვა. გამაინტერესებს იცით, აი ამ ქვის ისტორია, რომ აძლევთ ქვას და ამბობთ რომ პულსაცია იგრძენითო. აი ეხლა ჩვენ გვაქვს დავითის ჩამობრძანებული მადლის ქვა. ვიცით ქვები ძალიან მოგწონს მე ძალიან მხოლოდ ზედმეტია ეს მოგციან და ასევე გეტყვის მთელ 60 კილო ეკლესიამ დაიჩუქოს და მომეცი ეს ქვაო ზედმეტია მივცეს სანამ ამ ქვეყნად ვიქნებ ამ ქვაზე მითხარ ამ ქვაზე გეტყვი მეჭირო ცოტა ხანს ხელში
და რატომ მითხარით რომ ამ ვიცი რომ ქვები გიყვარს და არ მოგცემ ამ ქვასო? მე გქვა სანამ მე ვიქნები ამ ქვეყნას შენ საუკუნე გაცოცხლოს უფალმა და ხელებს ასე ხო დავიწყო. მე დავიწყობ და შენ ცოცხალი იქნები კი გაიგებ. აქ ეხლა მიცვალებულებს ცოცხლებს ქოლავენ. რამდენი წლის ხარ? მე სოლომონის ხარ. მართლა მითხარით რა? სოლომონის ხარ. მაქვს გახსოვს? ნუ ჭუბობა კაცო ხაც გამილანძღავ, გამლანძღავ, წასულს გამილანძღავ, ამწყოს და მომავალსა გეჭუბები, აბა იმას გეტყვი, ვიგიტევოს უფალმა? თუ გამომიშვი. თქვენ აღსარებას გაბარებენ? მამაოსანი დით მეთქი ვეუბნე. ანუ თქვენ აღსარებას არ იღებთ. ყველა ამბავზე სიმძიმე დავიდო, თქვენ მრევლი ყავთ? მრევლი ყავთ თქვენ? მე მილიონობით. გაქვთ ვიდეო გამოსვლები, ამას კამერით იღებენ. სამი ფილმი ძდებს. ვინ აკეთებს ამას ყველაფერს? ვინ დგას თქვენს უკან? ჩემს უკან იყვენ კი ჩემს მაღლადგიან, მე ყველაზე დაბლავი მყოფებს. ხოლო დაბალნი ამაგლდებიან, მაღალნი დადაბლდებიან. თუ უფლისიცა. ამოვიკითხე სადღაც რომ თქვენ ხართ აგენტი. ვისი აგენტი? რა ვიცი, აბა მე რა ვიცი, ვისია? უფლის აგენტი კი ვიცი. უფლის აგენტი. სხვა დამანახვეთ მე თუ გინდათ თქვენ აი 84 წელში მოსკოვის კაკებე და თბილისის ხო ვიყავი იქ და სამჯერ მომწავლენი ლენინის კოშკის წაიქცევა მეთქი. თქვენ იწინასწარმეტყველეთ კიდე? მე მათქვევინა უფალმა და ის ნახეთ, ის თუა აგენტობა. ეს ქვა ფეთქავს ახლა, იცი? ფეთქავს, და ცოცხალია ის. ცოცხალია. სხვათა შორის მეც მაქვს ქვა. თქვენ ხო იცით როგორ გიждები მე ქვებზე, აი? კი, ვიცი. კაია, ნუ ხო არ გაგვეცვალა ქვები? შეუძლია. რატო? 100 კამაზი ქვაც მომიტანო შეუძლებელია. ეხლა 4-6 მომძანდის სახალხო იმაში. სასამართლო გაქვთ ახლა? რა ვინ გიჩივის? იაყოვლების გული. იეღოვლების გულისთვის? კი. ეს დეინაწილეთ აქ მომისა. თითო ჩარ. და ის შეხვდება კიდე მამაძისა და სულიწმინდის სახელით, უფლის სახელით გამოვალ. აი, მამაძისა და სულიწმინდის. მიეცით და დაუყვალა ერთმანეთს დაურიგებს. ეს საიშვი და ამქვებს ცხე მე. ცოცხალი ქვებია, მოიცა გოგო. და თითო ქვა. მე თითო სამთელი თქვენს მოგაწვით. თითო ქვა. და ასე ხელის გულში ჩაიდეთ, აიწყეთ ეს სანამ ვიქნები მე. ყველა მიწყეთ, უფლება გაქვს შუბლზე და ვნახოთ ახლა იგრძნობენ თუ ნუ იგრძნობენ ხელში აი ზუსტად ქვამ შვა სამი შვილი. აი წავიდნენ სადღაც და ეს ქვაც დაგვემალა ჩვენ და ვიპოვნეთ ეს ქვა. სად დაიმალა? არ ვიცი, მაგიდაზე წავიდა და გადავყევით ზებნი. ინტერვიულეთ? ძალიან გულიკინა გამგა. ეს ხო, ეხლა ნახეთ თქვენ რასაც საუბრობთ, ეხლა ვიღაცა იფიქრებს, რომ ეს ადამიანი რაღაცა ან იგონებს, ან სიდაც უნდა ისე გაიგო. ეხლა ისიც მოგონილია, ხო, იმასაც მომდებენ მე 17-ში. კავკასიონიზმთა ხო ჩამოიშალა. ახალგაზრდებო, ვინ იცით, ვინაო შებოჭილიო კავკასიონზეო? ის ვულკანია, იცით თქვენ? თუ ასე წავიდა, საქმე შესაძლებელია ეგუგუნოს მიწამ. თელ დასავლეთს გველეშაპი ვიდაო, იცით, ვიზი ამბობენ? გველეშაპი. შავი ზღვა. ყველაზე საშიშია. გასაიდუმლებულია შავი ზღვა. ნათესავები ყავთ? ნათესავები. უთვალავი. და გაქვთ თუ არა კონტაქტი? აი ხალხთან მაქვს კონტაქტი. არა, ნუ იმათთან მიდიხარ. მომისვინე ეხლა გია.
ძალიან კოხტათ იცი, შენ ღვთისმეტყველებას იცი. ჩემ გულისთვის მოგიძულებენ, ჩემი სახელის გულისთვის, უფალი მოიძულე და ღვთის ქლახა თომა მოიძულო, დიდი ამბავია, ჩვენ ის ვთქვათ, სიდა გვეშველება. მე გამეცინა თან გული ამტკივდა ეს 13-14 მოვლენებში და 13-ში ნაცნობი მეუგნება მე. აი ასეთ შეხედებო თელი ზეცაო და თბილის მოცხებს ეხლა მეთქი. აი თქვი ანუ წინასწარ იმეთყველე? თბილის მოცხებს მეთქი და ისეთი ხალხია ადამიანები კიდე ჭიდაჭინი იციან მონაკვეთია ეს მოხდება იმ ადგილას მოხდება ისეთები. თქვენ ხვდებით ხოლმე? მე ზოგადად. აი ეს ვიდეო ვნახე, ძალიან ბევრი ნახვა ქონდა, თქვენ რო ეშმაკი განდევნეთ. დემონი. სატანა, ამოუშვი, სატანა ამოუშვი. მე ვეძახია სატანა, დაიქჩაკე, გაუშვი სატანა. რა განსხვავებაა დემონსა და დემონი დიდია, და რანაირია დიდი? ისია და ეშმაკების ბრძანებლები. დემონია? დემონი. და ეს ეშმაკი რა არის? იმას თეიპაცია ეშმაკები. პაციები. თქვენგონია კვეთებული ყველა შეუძლია? თქვენ შეგიძლიათ? მე კვეთებული ჩანთაში მიდევს მხოლოდ. მე იმას ვიყენებდე, მე საიდან ის წინდაცინი, ზაკაზი მივცი, ასე მოვიქცე, ის უფლისგან მოედინება უშუალო. პაცია ბავშვები დადიენი, ემოები. და ეგენი არიან ეშმაკები? ის ყველას ეთყობა იმ ემოებს, ბიჭი და გოგოს ცნობა ხო, გაგეძნელება. კუკიაზე მამა უაწამეს. თვით მკვლელობაო. სად ვინ? 3-4 წლის ეს თქვა მინდოდა თქვენთვის მეჩუქები, არ გამომართვებთ? თქვენ მამომტე ხაწელი. აი ესე იგი ეხლა საჩუქარზე მეუბნებით უარს, ხო? მომეც რა. დავდები. თქვენ ხო თქვით რომ ჩემზე ადრე მოკვდებით? მე კი. აბა დაიბარეთ, ანდერძათ რომ ეს თქვა მქონდეს მე. კი, აი უფლის სახელით ვიტყვი. ზოგს ამ გინდა ქვა დაადე, თავზე და გინდა ის ყინული. როგორ იტანთ იმას, რომ ამბობენ თქვენზე, რომ ფსიქიურად ვერ არის კარგად, ამბობენ იმას, რომ აფერისტია, ამბობენ იმას, რომ ფულებს აკეთებთ, ამბობენ იმას, რომ დამნაშავე ხართ. როგორ უძღვებით ამას ყველაფერს? უფალი მოწყალია, აი ახლა მე ყველა საავადმყოფოებში ვიცნობე. ყველა ყოფილ ხართ საავადმყოფოებში. ფსიქიატრიულში? ა? ფსიქიატრიულში იწექით? კი. ვიცეკი. შემდეგ არაფერი, უბრალოდ გეკითხებ. დიაგნოზი რა გაქვთ? მე მახსოვდეს კი, აი ეს დიაგნოზი მაქვს ეხლა ხო ხდე. ეგ თვალები იმიტომ გაქვს დაინახოს მენა იმიტომ გესმოდეს გონება იმიტოს. ზოგს თვალებიც დაბნელებული აქვს, მენაც გათიშული აქვს და გონება ნისლით მოცული აქვს და ფსიქოლოგების მყოლია მე პაციენტი. ფსიქოლოგები, ჩემი პაციენტები. ან თქვენ რომ მკურნალობდით. თქვენ თქვით, რომ ფეხით უნდა წახვიდეთ აფხაზეთში. მე ციხეში წავიყვანა სააკაშვილმა აფხაზეთში ხომ უნდა წავსულიყავი. ეხლა აპირებთ კიდე წასვლას. მე ყველგან შევალ, მხოლოდ ესენმა გამიშვეს. იმითო ლევი გზის შედიო, მოდიში ლევი გზით. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში. ცოტა კიდე. აი ბიბლიაშია გეიზმზე საწყისია ასევე აი ჩიპიანი კოდიანი საბუთს ხო ამბობენ აი აქა და მე შემიძლია ახალი საბუთებს ხო გაცემე და ჯიბეში ხო უდიან შიგნით ძლია დემონი და სატანა ლუბოის შემიძლია დავანა თქვენს გაქვთ პასპორტი და რატო გაქვთ პასპორტი? ის საიდუმლოა აი რატოა საიდუმლო? ახლა თქვენი პასპორტია ანგელოზის და ჩვენი ეშმაკები? იქნება სხვისია და რაღაც აბა მე რო სხვისი ეშმაკის საბუთს რატო ატარებთ? ესე იგი უნდა მქონდეს ჯიბეში. ყველაფერს გამართლებას უძებდით. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან და რა ვიცი, ღმერთმა დაგვინახოს ვინ არის.
უფალი ყოველივეს ხედავს და ჩვენ ის უნდა გავაკეთოთ, უნდა ეშველოს ქვეყანას, განაჩვენ ეს სატანის შირდმი უნდა მოხდე და შევიჩიპოთ უფლის გზაზე უნდა ვიყოთ. დიდი მადლობა რომ მოხვედით. მადლობა. ჩვენი სტუმარი ვერიკო ტურაშვილი. ვერიკო. ხან დაიკარგები, მერე გამოჩდები, მაგრამ გამოჩდები ხოლმე ძალიან საინტერესოდ. ეხლა ბავშვი რო გააჩნდა, ყვითელმა პრესამ კარგად აიტაცა და იყო პატარა სკანდალი. ხო, მაგრამ ეს ხო არ დამიტკავს, ესე მოხდა. არა, მაგრამ უბრალოდ რა არის, იცი? მაინც ვერიკო არ ჩანს და უცბად ვერიკო გამოჩნდა თავისი პირადით. მოდი ვერიკოსგან წარმოედგინათ ალბათ რომ ჩიხტი კოპიც გამოჩნდა. ოღონდ მე რო გავიგე რომ ფეხმძიმეთ იყავი, ნუ მოიგონეთ, რაებს იგონებთ, არ დავიჯერე. მაგრამ მოდი სანამ აქამდე მივიდოდეთ, მაინტერესებს, რამდენი წლის იყავი რო გათხოვდი პირველად? 20 წლის. 20 წლის. და რამდენი წელი ცხოვრობდით ერთად? 5. 25 წლის იყავი, დაქვრივდი. ნუ ეცი როგორ 20 წლის ხდებოდი, როცა გავთხოვდი და ხო 25 წლის ხდებოდი, როცა 24-ის ვიყავი. მომიყევი რა რით გარდაიცვალა? უბედური შემთხვევა, ავარია. გადიოდა დრო, მეუღლის დედასთან, ანუ დედამთილთან ერთად ცხოვრობდი, ხო? ეხლაც ერთად ცხოვრობთ ჩვენ. ეხლაც ერთად ცხოვრობ? ეხლა ნატაშკას გაზეთაში მეხმარება, ჩემი მეორე შვილის. როცა გარდაიცვალა შენი მეუღლე, ფიქრობდი, რომ იქ ყველაფერი დამთავრდა? კი. რას ფიქრობდი, მომიყევი? ნუ ეხლა ამაზე ცოტა ესე მიჭირს ხოლმე ლაპარაკი, უფრო მიჭირდა, ეხლა უფრო შემიძლია. ანუ წარმოვედგინა ესე, რომ რაღაცა ალბათ ბევრი წელი საერთოდ ვერ ავდგებოდი, ვერ გავიდოდი გარეთ. მართლა ესე იყო, ესე წარმოვედგინა, ოღონდ ზუსტად 2 კვირაში ერთ-ერთ კონცერტზე მეფარიძე მოვიდა ესე სახში და ეს წამოყვანათ, მე ვიტყე წამოდი ჩქარა, უნდა იმღერო და ნუ ზუსტად 2 კვირაში გავაგრძელე ჩემი საქმე. და არ იყო იმ პერიოდში, რომ როგორ ქმარი გარდაეცვალა ის მღერის იყო ხო? კი, იცი რა, ესე უცხო ადამიანებისგან პრინციპში ესე არც მსმენია რომ შენზე ლაპარაკობენ, უფრო იყო აი შინაურებისგან უფრო იყო. დედამთილმა რა თქვა? ნუ რა უნდა ეთქვა? ეგ მყავს ყველაზე მაგარი, მართლა ყველაზე მაგარი ადამიანია, იმიტომ რომ მისთვის აი ეს ყველაფერი იმდენად ანუ გაიგო? რა თქმა უნდა გაიგო. რა თქმა უნდა გაიგო და ძალიან ბევრ რაღაცებზე პირიქით მან მომცა ასე ვთქვათ, ბიძგი რომ გამეგრძელებინა უფრო სხვანაირად, სხვა ენერგიებით გამეგრძელებინა. ნუ როგორც მოგიხსენებათ, ესეთ დროს რაღაც შავი აცვიათ რაღაც პერიოდი. ჩემი დედამთილი იყო ის ადამიანი, რომელმაც პირველმა მითხრა, რომ ეხა ნუ აი всё, გეყოფა, ეხა უნდა გააგრძელო შენი საქმეო და ეს არაფერს არ ნიშნავს, შენ ეს ფერი გეცმება თუ ის ფერი გეცმება და თვითონაც ესეთი ადამიანია. ანუ მეტი შვილი ყავდა? არა. ის ერთი შვილი ყავდა? ანუ ფაქტიურად შენში და შენს შვილში კი, მართლა ესე. ჩადო ყველაფერი. კი, ესე. ცოტა მეუხერხულება, მაგრამ ძალიან საინტერესოა. აი, რამდენი წელი იყავი ესე მარტო? ანუ გრძნობაზე გეკითხები. 4 წელი. 4 წელი. აი, ეს პირველად, როცა შენ უკვე გაგიჩნდა გრძნობა მამაკაცისადმი. სინდისის ქეჯნა ქონდა თუ არა? თუ არ ფიქრობდი ამაზე? იმიტომ რომ ყველა ქვრივ ქალს აქ აი ეს შეგრძნება, რომ ხომ არ ღალატობს ქმრის სულს. ნუ აი ძალიან არ მინდა ამ თემაზე რომ ვილაპარაკო. აი ძალიან არ მინდა. იმიტომ ძალიან პირადია ეს და იცი რა არის ესე ღრმად ეს ამაზე ვერ ვილაპარაკებ, ერთადერთი რაც ყველაზე მძაფრად მქონდა ის რომ ვადარებდი იმ ურთიერთობას და ამ ურთიერთობას თორე ანუ უფრო კიდე დეტალებში ესე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ალბათ არა, დეტალებს არ გეკითხები, მე აი ერთადერთი რაც ყველაზე ძალიან მაწუხებდა მაგ პერიოდში ალბათ ის რომ ადარებ უბრალოდ. ადარებ და რა ხდებოდა? ანუ იყავი კმაყოფილი, ანუ დაუშვათ როგორ გექცეოდა, როგორ გელაპარაკებოდა, როგორ უთანაბრდებოდა თუ? ნუ მაგასაც არ გავაგრძელებ. ანუ ხო, აბსოლუტურად სხვადასხვა. ერთი ამას ვიტყვი. ეხლა გისმენ და
ძალიან მინდა შენ დედამთილს რა ქვია? ნატა. ქალბატონ ნატას მოვეფერო და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მე პირადად, იმიტომ რომ არა ეს ადამიანი, არ ვიცი, შეიძლება ჩემი იმით გეუბნები, რომ შენ ვერ იქნებოდი ესეთი ლახი. კი, რა ესეთი დარწმუნებული ვარ. კი. ცოტა დავსევდიადი, მაგრამ მოდი შენ აი ამ გახმაურებულ ამბავზე ვისაუბროთ. რა ვისაუბრო, აბა მითხარ. ანუ ქმარი არ არის შენ. არა, არც ქმარია და ჩვენ აღარ ვართ ერთად. ცოტა რა იყო აბა ეს? აი რა ერქვა ამ ურთიერთობას? ნუ გვიყვარდა ერთმანეთი რაღაც პერიოდი და მე მივხვდით რომ აღარ შეიძლებოდა ამდენი ქვაბების და ტაფების როლა და და ერთი რამ მაინტერესებს, დარჩი ფეხმძიმედ. კი. ერთ მნიშვნელოვნად გადაწყვიტე რომ ბავშვი უნდა გაგეჩინა. კი ბატონო. და რას ამბობდა თვითონ ამაზე? მოწონდა ძალიან ეს ამბავი. მოწონდა. მაშინ ჩვენ კარგად ვიყავით ერთად ვიყავით. უბრალოდ აი მე რაღაც თვეების მერე მივხვდი რომ არაფრით არ შემიძლია. და რა ხდებოდა ეს ტაშტები და ქვაბები რა? ნუ აი ძალიან ვერ ვუგებდით ერთად. აი რაში ვერ უგებდით? ყველაფერში. ნუ ის ცხოვრების წესი აბსოლუტურად განსხვავებული. ყურადღებას მოითხოვდი ხო როგორც ყველა ქალი? არა, ეგეთი ნუ ყურადღებას რა მესაკუთრე ადამიანი ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეჭვიანი თუ იყავი? ეჭვიანი საერთოდ არ ყოფილი ვარ ადრე. მიზეზი რა იყო დაცილების? აი მიზეზი, ერთი კონკრეტული მიზეზი. არ მითხრა ეხლა რომ ხასიათით ვერ შევეცო. ნუ მართლა ესე იყო, გია, მართლა. იმიტომ რომ აი ანუ მიუღებელი იყო შენთვის რაღაც. მისი ცხოვრების წესი განსხვავდებოდა ჩემი ცხოვრების წესისგან. შესაბამისად რაღაცებზე მქონდა მე პრეტენზიები. მანამდე ხო იცნობდი კარგად. ხო და მე კიდე უფრო გაამძაფრა ეს ყველაფერი. თავს გაუვიდა. ეხლა ხო აღარ გიყვარს? არა. იქნებ გიყვარს და მალა. არა. ქალები საერთოდ ბალავენ ხოლმე. არა, გია. ეს ის შემთხვევა, როდესაც აი რო ამბობენ ხოლმე ნათესავებს არ ირჩევენ, აი ეს ის შემთხვევა. მაგრამ მეგობრობთ, ხო? ნუ კი, კარგი ურთიერთობა გვაქვს ხანდახან არა. მაინც კი ინკლაობთ. ნუ ხო ეხლა როდესაც რაღაც არ მომწონს მისი მხრიდან დაუთმე ყველაფერი, რას დაეძებ? ნუ კი, ეგრე კი, მაგრამ ნუ ხო, ანუ საჩხუბარი არაფერი აღარ გვაქვს, ასე ვთქვათ. როგორც არ უნდა მოიქცეს ახლა ბავშვთან მიმართებაში, ჩემთან მიმართებაში, საერთოდ ზოგადად უკვე ცოლი რომ მოიყვანოს? მოიყვანოს, ვინ გაუძლებს მაგას დიდი ხანი. გონია რომ ვერ გაუძლებს. ნუ აი არის. და ერთშენიერ დღეს რომ მოვიდეს და გითხრას რომ შენ მართალი იყავი ყველაფერში, მოდი ვიცხოვროთ ერთად. არა? და შენ როგორ ფიქრობ ახლა მაგით დამთავრდა შენი ცხოვრება? რას თქვია, რატო დამთავრდა? არანაირად არ დამთავრდა. ანუ ველოდებით ახალ სიყვარულს. ნუ ჯერ ახლა უხერხულია, ძალიან პატარა ბავშვი მყავს, ცოტა მაშინ. უხერხული რო არ იყოს? ნუ ხო, ალბათ კი, რა თქმა უნდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ შენი ახალი კლიპი იქნება ჩემი გადაცემის ექსკლუზივი. აუცილებლად. რას აკეთებ ახლა? ეხლა ვაკეთებ ძალიან კარგ სიმღერებს ვწერ. პირველ რიგში დაგეგმილი მაქვს ორი სიმღერა ჩავწერე ახლა ბოლო დღეების განმავლობაში. დაგეგმილი მაქვს ორივე სიმღერაზე კლიპის გადაღება, იმიტომ რომ ორივე ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან და ძალიან მომწონს, თან რაღაც დიდი ხანი არაფერი არ გამიკეთებია და ეს დამშეული ვარ, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერს. ისე ვერაფრით ვერ გაგიშვებ, რომ არ კითხო ახლა ის სკანდალი, რომ უცბად ადუღდა და მე უცბად რო ჩაცხრა ანრი ჯოხაძის და შენი ამბავი. რა მოხდა? არც არაფერი. რა არაფერი არ მოხდა? არაფერი არ მოხდა. ძალიან ახლოს იყავით. ანრი გიждდებოდა შენზე, შენ გიждდებოდი ანრიზე და უცბად რაღაცა ძალიან დიდმა ფოცხვერმა გადაირბინა, ის კატა არის. რა მოხდა? არაფერი არ მოხდა. მართლა მე და ანრის არაფერი, არ კამათიც კი არ მოგვსულია ერთმანეთთან. მართლა გეუბნება, ეკითხე ანრის თუ არ გჯერა ჩემი. მე არც არაფერი არ მწყენია. ალბათ მას ჰქონდა რაღაც პრეტენზია ჩემთან მიმართებაში, ხო, იმიტომ რომ მე რეალურად ანრის ჩემს არ უწყენინებია. მეც მგონია რომ არაფერი ისეთი არ გამიკეთებია რომ მას წყენო და უბრალოდ რაღაცა ესე მოხდა, არ ვიცი. მე საბოლოოდ მაინც ვერ გავიგებ. ოღონდ ერთ რამეს გეტყვი, აი ყველა საოცარი რა იყო, იცი სპეციალურად გკითხე. ესეთი მოგუდული სკანდალი საერთოდ არ მომხდარა შოუ ბიზნესში. და რატომ? ანრი იძახდა, უი, არაფერი არ მომხდარა. შენი ძახი არაფერი არ მომხდარა და მე მაგას გავიგებ რა მოხდა. გაიგე, მეც მაინტერესებს, მეც მითხარ. სერიოზულად? კი, ნუ აი არ ვიცი, ეხლა რა. არა, ოღონდ მე ამ შემთხვევაში ეხლა რაღაცა მომხდარია ნამდვილად, მაგრამ ამ შემთხვევაში აი ყოჩაღ ანრის და ყოჩაღ შენ რომ
აქ არ იყო უშვი ქოჩორს ხელი. არა სისულელე რა ღმერთმა დამიფაროს არა ნუ ახლა რაღაც ანუ მე იმას კი არ ვამბობ რომ მე ესეთი ადამიანი ვარ რომ ზოგადად ახლა ყველანაირ იმას ვერიდები მე თუ გავაფრინე და გამეშალათმები მეც ვიცი 9 სართულიანებით და კი როგორ არა ესე გიჭკუბია? ნუ ახლა ესე ოდა იმიჯი გაქვს რომ რაღაც ჭიანჭველას არ ადგავ ფეხს და რა არის? სადაც ანუ შემიძლია მეც როგორ არა მაგრამ ნუ აი არაფერი არ იყო ახლა ისეთი რომ რაღაცა უბრალოდ რაღაცებს არ ამხები არა კი, იმიტომ რომ აი რომ თან ანდრი ხო იცი როგორი ანდრის რა ყოლოდი აი უნდა დაგვეწე. ბაბოკარი. ხო, ანუ არ ავყევი და პრინციპში ანდრისაც არ გაუღიზიანები ვარ თავის რაღაცა ლაპარაკებით, რომ ძალიან გამწარებული ყავი. არა, ნუ რაღაც ესე მოხდა და. ვერიკო, ძალიან დიდი მადლობა ესეთი გულწრფელი რო იყავი და ნუ ეხლა ეგ ვერ გამოვაცხადებ, უკვე იცი დამთავრდება ჩვენი ინტერვიუ, ხო? სიმღერით. სიმღერით. რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს მე ყველა სიმოძრფიალება ჩემი სიყვარულის დიდო ღმერთო დამიბრუნდე გავადრო და მოვუხვებით შვილებს რომ სიყვარულს დიდი ძალას დაიცოდე მეყვარები ისე დრო და მოვუყვებით შვილებს რომ სიყვარულს დიდი ძალას დაიცოდე მეყვარები ისე დამიბრუნდი ჩვენი სტუმარი ილო ბეროშვილი, მოდი ილო. როგორ ხარ? კარგად, მაყურებელსაც მივესალმები. აუ შენ უყვარ ხარ მაყურებელს ხოთა შორის, იცოდი ეს? იმედია, არა, კი, ვზნობ რომ უყვარვარ. რა შეიძლება 100%-იანად ყველას არა, მაგრამ საკმარისად ვზნობ პოზიტივს და ეგ მე მიხარია, მადლობა ამისთვის. ილო, ერთ მშვენიერ დღეს მაყურებელმა ჩართო ტელევიზორი და უცბად დაინახა კაცი, მოლაპარაკე კაცი. ჯერ სხვათა შორის მაგაში მართალი ხარ უფრო ჯერ სატელევიზიო რეკლამა იყო, მაგრამ აი ესე უფრო მასიურად გამოჩენა ასოცირდება მაინც ინტერნეტთან. თუმცა მანამდე იყო კიდე რამოდენიმე პროექტი, ადრე ვიყავი იუმორინაში მაგალითად ახალ წელს. პირველი რეაქცია იცი რა მქონდა? იმდენად ინტენსიურად იყავი, რომ მეგონა რომ რაღაცისთვის გამზადებდნენ. ოღონდ არ ვიცი რისთვის. არ ვიცი. ასე მამზადებდნენ თუ არა რაღაცისთვის ეგ არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თვითონ ის ინტერნეტ პროექტი, სადაც ეგეთ სახელწოდებით იყო კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს,
ჩემთვის პირადად ძალიან დღემდე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფორმატი იყო, იმიტომ რომ ჩემი იყო ბურთი, ჩემი იყო მოედანი, რასაც მინდა იმას ვიტყოდი, რამდენსაც მინდა იმდენს ვილაპარაკებდი. და მანამდე რა ხდებოდა შენ ცხოვრებაში, სანამ გამოხვიდოდი არენაზე? სანამ გამოდოდი, ბევრი რამე ხდებოდა, გააჩნია საიდან დავიწყო ახლა. ისე საერთოდ არ მეგონა თუ როდესმე ტელევიზიასთან მექნებოდა შეხება. არა მარტო ტელევიზიასთან, სხვა რაღაცების ბევრი მისდია ცხოვრებაში, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიქნებოდი ფეხბურთელი. იმიტომ რომ მთელი ბავშვობა ფეხბურთი მიყვარდა და მიუხედავად იმისა, რომ ფილმებიც ძალიან მიყვარდა და კითხულობდი და ასე შემდეგ, ფეხბურთი იყო პირველი მიუღდა მიუხედავად იმისა, რომ გვიან შევედი, სულ 24 საათი, როგორც ბრაზილიაში და არგენტინაშია, ქუჩაში ვთამაშობდი ფეხბურთს 24 საათი. და მე მიიღე ტრამვა. ნუ მე როდესაც უკვე ფეხბურთზე შევედი, უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი, ასე და უკვე პროფესიონალურ დონეზე ვთამაშობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იქნებოდა ჩემი ცხოვრების პროფესია, არა მარტო ფეხბურთელობა, არამედ შემდეგ მწვრთნელობაც, რომელზეც ჯერ კიდევ იმედიანად ვარ გარწყობილი, იმიტომ რომ კიდე შეიძლება დაუბრუნდე ფეხბურთს, ოღონდ როგორც მწვრთნელი ისე შეიძლება ვისწავლო და ასე შემდეგ. მოდაში იყავი ხო გოგოებში, იმიტომ რომ ძალიან ფეხბურთელი? ხო. მე სხვადასხვა იმდენად დაკავებული ფეხბურთელი ვიყავი. ბევრი ფეხბურთელისგან განსხვავებით და იმდენად მართლა შრომობდი, არ ვეწეოდი, არ ვსვავდი და ასე შემდეგ, რომ და იმდენს ვარჯიშობდი, რომ ცოტად რომ რჩებოდა გოგოებისთვის შესაბამისად ისეთი პოპულარულიც ვერ ვიყავი როგორც სხვა ფეხბურთელები, მაგრამ ნუ ფეხბურთელები რომ გოგოებს უყვართ, მაგას რა თქმა უნდა, ზოგადად სპორტსმენები. და ამ ტრამის შემდეგ დაგემართა დეპრესია? კი, სხვათა შორის ძალიან რთული იყო, ანუ მე საერთოდ არ არის ხოლმე ესე დეპრესია თუ მაქვს ან რაღაც ეგეთი ვერ გამოვხატავ ისე რომ თქვა ჩავიკეტო და რაღაცა მარტო რა თუ ძალიან მწვავე ფორმებში არ მაქვს. ძირითადად მაინც ყველას გონია ხოლმე რომ აი ჩვეულებრივად კარგად არის. ანუ შეცუდათ როდესმე ხარ ეგეთი კითხვები ხშირად დაუსვიათ. როცა შენ მოდიოდი ჩემთან სტუმრად, ალბათ ცოტა დაუშვი რომ ისეთ კითხვებს დაგისვავდი. რა თქმა უნდა. კი, და მზად თან პირველად ხარ არა რა. თან მზად ხარ და მზად ვარ საერთოდ მე მომხრობ კულტფერი საუბრის. და დაიწყე სმა. კი, ოღონდ ეგ ეგრევე არ მომხდარა. ერთი წელი ინერციით, მაინც ჯერ-ერთი იმედი მქონდა, რომ ანუ ჯერ კიდევ დავბრუნდები. მაგრამ აი როდესაც საბოლოოდ გავიგე, რომც დაბრუნდე, ყოველ ზამთარს, როგორც კი სიცივეები იქნება, შენ ეს ისე შეგაწუხებს, რომ გაგაწამებს მთელი ცხოვრება. მაშინ უკვე მივხვდი, რომ ფაქტიურად შანსი აღარ იყო. აი ერთი წლის მერე უკვე ისე მოხდა, რომ გადავერთე რაღაც სხვა ხალხის კატეგორიისგან, სპორტსმენებთან მქონდა მანამდე სულ ურთიერთობა და მე უფრო ესეთი ბოჰემური სტილით ვინც ცხოვრობდა, უფრო ხელოვნება, ვისაც უყვარდა თქვა. და რა ხდება მაგ დროს? ქონდა ის მომენტი, რომ დამთავრდა ცხოვრება და აი ამ სმაში უნდა გაგეტარებინა ცხოვრება. საერთოდ შინაგანად მაინც ოპტიმისტური ადამიანი ვარ მე საერთოდ და ესე ადვილად არ ვნებდები ხოლმე, მაგრამ თვითონ სასმელი არის დეპრესანტი. თუ მას იღებ დიდი რაოდენობით, ხო? თან ახლა მაგალითად როცა როგორ სმასაც გააჩნია იმ ხალხს სადაც მე ვსვავდი, ეს ხო არ იყო თქვა кейფი. სუსტდები ადამიანი და ვეღარ ებრძვი იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგახარ. ანუ სასმელი ეს არის გაქცევა, რომ არ იფიქრო იმ ყველაფერზე, რასაც მანამდე და მაგრამ ეს პრობლემები ამასობაში გროვდება და გროვდება. სასმელზე დამოკიდებული. რასაც ქვია რომ სმაზე დამოკიდებული, მან ხა არის ხო რაღაც უკიდურესობებიც არის რაღაც დონეზე. მე შემიძლია ვთქვა, რომ აი ვერ ჩერდებოდი რა. იყო პერიოდი, როდესაც ვერ ჩერდებოდი. როგორი სიმთვრალე გქონდა? სასმელი ჩემთვის ის კი არ იყო, რომ გინდა თუ არა აი რაღაც უნდა დამე. ის იყო უბრალოდ ის, რომ ხასიათზე ყოფილიყავი, კარგ ხასიათზე გამექარვა. მაგრამ იმდეს ვეღარ ხვდებოდი, რომ ეს დარდი რჩებოდა. ვეღარ ხდებოდი არა, კი ხდები, მაგრამ მე არა ეს რაღაცა ციკლივით არის რა, ანუ აი ვერ ამთავრებ. ძმრიანი სალათი რო ვჭამო, თვრები. ოღონდ მართლა. ესეც რამეს ნიშნავს? აი ხო, გია ჯაჯანიძე ყოფილა მალა ლიტრაშკა. ამაგას ჟარგონზე ესე ეძახიან. ესეა? მოდი, ვთქვათ ესე, რომ ეს იყო გზა დაღუპვისკენ. ეს იყო გზა. რამ გადაგარჩინა? მე ვფიქრობ, რომ გადამარჩინა მაინც შინაგანმა რაღაცა ძალამ რა. მე იმასაც ვფიქრობ, რომ ალბათ ის რომ ძალიან ხშირად სოფელში ვიზრდებოდი ხოლმე, ანუ კახეთში 3 წელი ვსწავლობდი და ჩემი ჩერქეზია, ჩერქეზეთში 3 წელი ვსწავლობდი და სოფელი მაინც სხვა ამხრივ რაღაც ბუნებისგან არ ვიცი რაღაც ქვეცნობიერ დონეზე უფრო ძალიან დიდ ძალას იღებ.
შინაგანი ძალაა ჩემი აზრით ერთადერთი რამაც შეიძლება დაგეხმაროს რომ შენ ნებისმიერი სახის პრობლემა მოაგვარო. ვერ ეშვები არ არის, იგი არ ეშვები და არ გიხირს ეთქობა. როდესაც მივხვდი რომ ჩემი ცხოვრების წესზე დამოკიდებულია უკვე ბავშვი შემეძინა იმ დროისათვის და მეუღლეც მოვიყვანე ხო იქ რაღაცა მშობლებით შევათხე რომ უკვე ზიანდებოდნენ ჩემი სმების გამო ანუ იმიტომ რომ რაღაცა ნერვიულობდნენ 3 დღე სადღაც დავიკარგებოდი მეგობრების დაქორწინდი მაგ პერიოდში სხვათა შორის როდესაც მე და ნელი ერთმანეთი გავიცანით ჯერ ნელი დამეხმარა ხო იმ პერიოდში გავიცანე როდესაც ეს პრობლემები ჯერ კიდევ მქონდა მაგრამ ნელი დამეხმარა ძალიან იმაში რომ ახლო ადამიანი გვერდში რომ ედგა ისე როგორ შეყვარები ხარ რომ აი ესე გზას იყავი აცდენილი და წამოვიდა ამხელა რისკზე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაინც ისე გვიყვარდა ერთმანეთი, რომ რეალურად ის პირველ ძალიან დიდი ხანი მეხმარებოდა იმაში, რომ არ დამელია და რაღაცა სიმშვიდეში ყოფილიყავით, იმიტომ რომ ეს ამდენი დოზიც მე არ ვამბობ ხა ხანდახან დალევა, შე რა არის ცოტი ხო, ეგ ნორმალურია, მაგრამ აი ესე გადაბმების მის და პრობლემებს ნარკოტიკთან როგორ ახარ? არა ყოფილა პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ნარკოტიკიც აიგივე იმ დროს, როდესაც ვამბობდი, რომ ფეხბურთის შეშვებიდან სადღაც 3 წლის თავზე ეს მახსოვს, მაშინ იყო, რომ სხვადასხვა ნარკოტიკები რა, ანუ ეს კლუბური ნარკოტიკებს უფრო გულისხმობ მე, მაშინ ისეთი იყო, რომ სადღაც შევიდოდით, რაღაცას დავლებდით, ან თქვა უცხოეთში თუ ისე რა წარმოუდგენელი, ეხლა ჩემგან გეუბნები, აი ცოტა დაუჯერებელი იყო. სხვათა შორის რა არის, იცი ხო არის აი ჩვენთან ჭორაობე რაღაც და პირველად რომ მკითხეს, ნუ იგონებთ თქვენთკი რაღაცას. ანუ წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. ჩემთვის იცი როგორ რამე ეგ დასამალი რა მხრივ არ არის, რა რატომ ამბობ რა. მე პირიქით ის უფრო ანუ ეგეთი დაცემები ყველა ადამიანს გვაქვს. ილო, აუცილებლად უნდა შევეხო შენს ოჯახს. კი ბატონო. დაინგრა თქვენი ოჯახი, ხო? ხო, ნუ გამოთქმა არ მიყვარს სამწუხაროდ, მაგრამ ეგრე არის, იმიტომ რომ ამ ეტაპზე გაშორებულები ვარ. თუმცა ჩვენ ალბათ ერთი 3ჯერ გავშორდით და 3ჯერ შევრიგდით მე. მაგრამ სხვადასხვა ეტაპზე ჩვენი ცხოვრების რა. მაგრამ თქვენ ყველაზე მაგრად იყავით, როცა გიჭირათ. აი, ძალიან დიდი გზა გაიარეთ ამის და მაგრამ პირველი გაშორებაც მაშინ მოხდა, როცა სანამ მოხდებოდა ჩემი თქვათ, ასე თქვათ, კარიერული წარმატება, რასაც ქვია ეს სატელევიზიო სივრცეში შემოსვლა. პირველი გაშორება მაშინ იყო. რატო რა? მანამდე სანამ ეს მოხდებოდა. ნუ არაფერი ახლა ადამიანის ურთიერთობები რთულია, იქ რაღაც კონფლიქტები ხდება, ჯერ ახალგაზრდობა. არა, სანამ მოხდებოდა ვამბობ. არა, მაშინ არ ეჭვიანობდა საერთოდ. მერე ეჭვიანობდა? მერე უბრალოდ ადამიანური მომენტი ახლა, უფრო ეჭვიანობაზე, უფრო უყურადღებობის მომენტიც იყო რა, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების წესი აბსოლუტურად შეიცვალა, როდესაც ეს პროექტი კაცი რომელიც ვლაპარაკობს დაიწყო და მე სხვადასხვა რაღაცებით გაგრძელდა. იმიტომ რომ თუ მანამდე ჩვენ ძალიან დიდი სტრესი გადავიტანეთ, მეორე ბავშვი კინაღა მოეშალა ნელის და სამა ექიმა გითხრა რომ ვეღარ გადარჩებოდა და უკვე მისულები ვიყავით ფაქტიურად იმისათვის რომ მოეშორებინა თუ რაღაც, იმიტომ რომ უშანსოთა ხართო. მაგრამ აი რაღაცნაირად შინაგანად ვიგზენით და ვთქვით რომ მაინც მოდი ჯერ კიდე რაღაცა ვეძებოთ და მოვნახეთ ქალი თათია გვარი აღარ მახსოვს სამწუხაროდ რომელიც პრობლემურ ფეხბურთზე ქალებს შველოდა და 6 თვე წოლითი რეჟიმი ჰქონდა ნელის და შევინარჩუნეთ შვილი რომელსაც ევა დავარქვით და რომელიც არის ეხა უსაყვარლესი და უჯამთელესი სხვათა შორის ეკა ყოფილის გადაცემაშიც იყო. იყო პერიოდი როდესაც მარტო ნელის ჰქონდა ხელფასი. მე არ მქონდა და ეს კაცისთვის ძალიან რთული არის. ძალიან რთულია და ეგ სტრესი იყო. ამ ხელა რთული გზა გაიარეთ და რაღა მოხდა მე. და იყო პერიოდი რომ აი რას ფიქრობდით, იცი რომ აი ზამთარი რომ იყო გათბობას რომ ძალიან აკონტროლებ რა, რომ კომუნალური იმდენი არ მოვიდეს რომ მე რა გავაკეთო. აი იყო ეგეთი პერიოდი რა, იყო პერიოდი როცა ჩემებს მოუტანეთ საჭმელი ჩვენთან. მიმტანათაც მუშაობდი ხო? მიმტანათაც მუშაობდი, ჯერ ადრე მუშაობდი ერთ რესტორანში, მე კიდე რაღაც პერიოდი გავიდა მეორე რესტორანში, იმიტომ რომ იმდენად რთული იყო ჩემთვის რომ ესე უფულოდ ეხა ხო. პირველად რომ მუშაობდი, მაშინ ოჯახი არ მყავდა. მაგრამ რაღაცა მცდელობები მქონდა რომ იქნებ რაღაცა ბინავი კი რა ცალკე გადავიდე უკვე დიდი ვარ და რაღაცა
ანუ რაღაც საკუთარი თავის დამკვიდრებას სხვადასხვანაირი გზებით ვცდილობდი. არ არსებობს რომ მარტო ერთი იყოს დამნაშავე. ყოველთვის ორივე ადამიანი არის რაღაც ამ გაუგებრობაში. თუმცა რომელიღაცა ყოველთვის უფრო არის დამნაშავე. ეს რომელიღაცა ჩვენ შემთხვევაში მე ვარ. მე მგონია რომ თან ვითომეტეს როცა კაცი ხარ, უფრო მეტი პასუხისგებლობები გაქვს და უფრო მეტად ძლიერი უნდა იყო და მეტად უფრო უნდა დაეხმარო ქალს, რაც მე ვერ შევძელი სხვადასხვა მიზეზების გამო. რა ეტაპზეა ხო თქვენი ურთიერთობა? ჩვენი ურთიერთობა არის მეგობრული, ეხა. იმიტომ რომ ყავს ორი შვილი, ნელი ძალიან გულშემატკივრობს ოღონდ რამ ხრივ, როგორც მეგობარს, როგორც ეს ლოგიკურიც არის ხო, ანუ ორი შვილი ყავს. გიყვარს? მან იცის რომ მე თუ არ ვიქნები ბედნიერი, ბავშვებიც ვერ იქნები. გიყვარს? ნელი? მე მიყვარს კი. შეიძლება შერიგდეთ, ხო? ეს არ ვიცი, ეხა იქ ცხოვრებაა და ძალიან რთული სათქმელია, ვერც იმას იტყვი რომ შევრიგდებით, ვერც იმას იტყვი რომ არ შევრიგდებით, მაგრამ მე მიყვარს ანუ იმის მერე რაც ნელისთან არ ვარ მაგალითად და რაც ნელი გავიცანე პრინციპში არც ერთხელ არ ყოფილა რომ რომელიმე გოგოსთან მე ემოციონალურად რაღაცა დოზაზე მაინც გამჩენო და რაღაც ის სიყვარული კი არა აი რაღაცა მაინც არ მოხდარებითი რა ქონდა რამე მნიშვნელობას რომ შენ ჩერქეზული სისხლი ქონდა და აფხაზი გოგო შეგიყვარდა ხო მაგას ქონდა მნიშვნელობა იმიტომ რომ სხვათა შორის როდესაც ნელი გავიცანე ეცვა რაღაცა პალტო, რომელიც იყო აფხაზური ორნამენტებით და ჩერქეზები და აფხაზები ძალიან გვანან ერთმანეთს. ჯერ ესეთი თვითონ ორივესთან სილამაზის კულტია, ქალები ჩერქეზი და აფხაზი ქალები ძალიან ლამაზები არიან საერთოდ. და ამ ორნამენტებმა მომაგონეს ჩერქეზეთი რაღაც ქვეცნობიერ დონეზე, მე ვიფიქრე რომ ალბათ ამანაც მიიქცია ყურადღება მეთქი რა. და ნუ რაღაც დონეზე კი, ანუ ეგეც გვაერთიანებდა, იმიტომ რომ თვითონ ბებია, დიდი ბებია ნელიკოს ყავდა ჩერქეზი. შესაბამისად აი ეს მომენტიც შეიძლება რაღაც დონეზე იყო. თითქმის ყველა ტელევიზიაში კასტინგზე ვარ ნაყოფი და ყველგან მეუნებოდნენ უარს. იმიტომ რომ მე გრძნობდი ინტუიტიურად რომ რაღაცა ეს ტელევიზია ჩემია, ეს პაროდიის ნიჭი და რაღაცა. მაგრამ ძირითად შემთხვევაში აი ისეთ გადაცემებშიც კი რომელიც შეიძლება არც თუ ისე პოპულარულია თავისი ფორმატით, რაღაცით და ასე შემდეგ ყველგან მეუნებოდნენ დაგირეკავთ დიახ. კარგით და ნუ ხდებოდი ამ ღიმილით რომ არავინ არ იყო დამრეკავი, მაგრამ მე უცბად ეხლა ხო ხარ კარგად? ეხლა ვარ შვენივრად 1000 იდეა მაქვს კიდე თავში რომელიც მინდა განვახორციელო და ახალი კიდე კაი რაღაცები გავაკეთო. თავარია რომ ეს ყველაფერი წავიდა და ძალიან მაგარი რესპონდენტი ხარ ძალიან. ორი სიამოვნება არის ცხოვრებაში რომელიც სასმელსაც ჯობია. ყველანაირ ნარკოტიკს ჯობია, ყველაფერს ჯობია. ეს არის ერთი, ჩემთვის რაც არის რა. სამია ბოდიში. ერთი, როდესაც შვილი გამიჩნდა, მაშინ მქონდა რაღაც საოცარი შეგრძნება შინაგან, რომელსაც ვერ აღწერ. მეორე, ეს არის, როდესაც გოლს გავიტანდი ხოლმე ფეხბურთში და მესამე, ეს არის, როდესაც საკუთარ თავზე გაიმარჯვებ. ამიტომ თუ ვინმეს იმის შიში გაქვთ, რომ შეიძლება ფხიზელმა იცხოვრო და ვერანაირი სიამოვნება ვერ მიიღო, არის ეგეთი რაღაც, რომ აბა ფხიზელს ჩემმა მტერმა შეხედო ცხოვრებას ფხიზელმა როგორ შევხედო და აბა როგორ და ფხიზელმა რა ვაკეთო და ის დეპრესია და არაფერი. ყველაზე დიდი სიამოვნება ეს არის, როდესაც შენ თავზე გაიმარჯვებ და შემდეგ ამ გამარჯვებას ინარჩუნებ. მე გისურვებ გამარჯვებული ყოფილიყავი მთელი ცხოვრება და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ შენ არასოდეს არ მეუბნები უარს როცა გეპატიჟები ხოლმე ჩემ გადაცემაში წარმატებებს გისურვებ კიდე დაგემშვიდობები მადლობა მეც დამშვიდობებ მაყურებელს გადაცემაში ჩვენი შემდეგი სტუმარი თბილისის მერის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი თემურ ხალაძე ბატონი თემურ მოგძანდეთ რომ შევაჯამოთ აი ის დღე, როცა თბილის დაატყდა სტიქია. როგორ გააკეთეთ ეს ყველაფერი, როგორ გაუძეხით ამ ხელას ამ მუშაობს? აი, პატარა შესავალს გავაკეთებ. ეს 13 რიცხვში დაახლოებით 12 საათი ხდებოდა, რომ ამერიკა თამაზელის ბაროშუნა კერძო თავშესაფარი ვარ. დიახ. გესმენებათ, ვაკე საბურთალოს გზაზე.
და მითხრა რომ მდინარე ვერე ადიდა და შესაძლებელი იყო დათვები დავრჩელიყვნენ 10 დათვი ყავდათ თავშესაფარში. ну მობილიზება დავაკეთეთ სამსახურში და როდესაც მივიდეთ უკვე გივის ვანჯის ქუჩაზე, მაშინ ქუჩაზე წყალი არ იყო ჯერ ამოსული. და თავშესაფართან რომ მივიდეთ ელიზბარში თავშესაფართან, ფაქტობრივად თავშესაფარი აღარ არსებობდა. მთლიანად იყო დატბორილი. და დაურგეთ ამაზის უკვე მეორე ხარისხის სასწავლებელში გადასული და იქ ფაქტობრივად დახმარება შეუძლებელი იყო. რამე ცხოველის გადარჩენაზე უკვე საუბარი აღარ იყო, თავშესაფარი აღარ ჩანდა, ფაქტობრივად წყალში იყო მოსული. და იმდენად სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები, ანუ მდინარის ადიდება, რომ მეც ვეღარ მოვახერხე გამოსვლა დაახლოებით 10 წუთში მთლიანი ქუჩა დაიტბორა და მოგვიხვდა მე მანქანის დატოვება და თქვენ ცხოველების გარდა იქ ადამიანებიც გადაარჩინეთ, ორი ბავშვი და ორი ქალი. რამოდენიმე ასე ვთქვათ ბავშვი მოგდილი ბიჭები იყვნენ ამოუყანე ხევზე და ამოუყანე ზევით და ჩემს უკვე მიცმოდია ჩემი თანამშრომელი ელიზბარშის თავშესაფარისკენ. უკვე ჩვენ შორის უკვე წყალმა რო აიწია, უკვე ვეღარ მოხდეს ჩემონდი და რო გაჩერდა უკვე წყალში მანქანა დაინახა გივის ვანჯის ქუჩაზე სახლში რო ბავშვები ტიროდნენ, ქალები ყიოდნენ და ნუ გადახვდა მანქანა და შევიდა სახლში შეცურა ასე ვთქვათ. ხო და რამოდენიმე საათი თანამშრომელს ვეღარ პოულობდი. ფაქტიურად უკვე გამოტირებული ყავდა რა, ასე ვთქვათ. და მე 2-3 საათის მერე რეკავს მოქალაქე, ჩემო თანამშრომელი ამერიკა პატა გახნიაშვილი ესეთი, რომელსაც ყო რომ 3 ბავშვი და 2 ქალი აიყვანა პირველ სართულიდან მეორეზე, მეორედან მესამეზე და სახურავი გაანგრია და სახურავის დასვა და მე ნავით გამოიყანეს. ეს დათვი რატოა ახლა ესეთი აგრესიული? აგრესიულს ვერ დავარქვი, თამაშობს ალბათ. თამაშობს? ერთობა კი. და ეს ის დათვის ბელია, რომელიც თქვენ ვარკეთილში იპოვეთ, ხო? არა, ეს არის ნუცუბიძეზე ნაპოვნი. ანუ სტიქის მეორე დღეს 14 რიცხვში შემოვიდა შეტყობინება, მოქალაქემ დარეკა, რომ ნუცუბიძეზე თუ არ ვწევი მე-4 მიკროში, ნუ ბელი დარვისო და საიდან მოხვდა? ნუ ეს არ ვიცით. ეს უცნობია, საიდან გაჩნდა იქ ბელი? ზოოპარკის არ არის ფაქტია. ზოოპარკის არ არის, აბა საიდან გაჩნდება? არ არის გამორიცხული, დედა მოუკვდა, ან მოუკლეს, ან ვიღაცას ყავდა და გამოუშვა, ან გამოექცა ხო მაგას. და 3 იყვნენ თუ ეს ერთი იყო? 2 ვნახეთ ბასუბაში და ეს ერთი ნუცუბი. თანატოლები არიან? ისინი ცოტა დიდები არიან, უნიშნულოდ. ანუ დაძმანი არ არიან. სავარაუდოდ არ იქნებიან. იმიტომ სხვაობა არის ცოტა. თქვენ ნიანგიც დაიჭირეთ, ხო? კი, ესე იგი ელიზბარში რომ წამოვედი თავშესაფრისგან, უკვე შემოვიდა შეტყობინება, რომ იტბორებოდა ზოოპარკი. ანუ დაიტბორა ზოოპარკი და დაწესებულები ცხოველები უკვე გამოსულები იყვნენ ვოლიერებიდან და საფრთხეს წარმოადგენენ უკვე. იქ ჩავატარეთ რამოდენიმე ღონისძიება, გადავაჩინეთ 2 დათვი. ეს ცნობილი კადრიც არის კონდიციონერზე ცნობილი კადრია. იყო რაღაცა რისკი რომ შპრიცასროლით უფრო გესროლა ის დაძინებული დაიხჩობოდა წყალში, მაგრამ ნუ სხვა გამოსავალი აღარ იყო და ვესროლი და ნავით გამოვიყვანეთ. მე ვიცი რომ თქვენ იარაღი არ გქონიათ. ცეცხლსასროლი არა. რაც მე იქ ვიყავი, ეხლა ძალიან ბევრი ზოგი ჭორი დადის, ზოგი მithქმა მოთქმა ესეთი რომ ზოგმა ძალით მოკლაო, მე რაც იქ ვიყავი და რასაც შევესწარი, ფაქტიურად მთელ ღონისძიებას ვესწრებოდი. გასროლი რამდენიც მოხდა, ყველა იყო უკიდურეს აუცილებლად გამომდინარე. ანუ აუცილებლად ის პატარა ბოკვერი, რაც მე შევასწარი მაგას იქ შიგნით ზოოპარკში მომენტ ჩავყოფილი ვარ, მეორე მხარეს აქეთ ხარეს ვინც ვიდექით და რაც ვნახე, ყველა აუცილებლად გამომდინარე იყო. ჩვენ ესე იგი ჩვენმა სამსახურმა შეძლო 2 დათვის გადარჩენა. კიდე 2 ნიანგი დაიჭრეს, ვიპოვეთ ასევე ერთ-ერთი შემოვლის დროს პინგვინი, ბეჰემოტიც, ხო თქვენ დააწინეთ. ერთი ზოოპარკის თანამშრომლის რო შპიცასროლი, მე ფხიზდებოდა, მე ჩვენ თანამშრომლის რო და გაბრუებული შეიყვანეს ზოოპარკის მიაცილეს. ახალი შექმნილია, ფაქტიურად იანვარში შეიქმნა თქვენი სამსახური და უცბად მოხდა ამხელა უბედურება. თქვენ არ მოელოდით ალბათ რომ ესეთი რაღაც მოხდებოდა, მაგრამ მზადყოფნა თუ გქონდა? ფუნქცია არის ძირითადი მოსახლეობის დაცვა აგრესიული ცხოველების ან ძაღლებისგან, კატებისგან, მათი პოპულაციის მართვა და კონტროლი. დაცელებთან ჩვენ შეხება არ ქონია. თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე ფაქტს, როდესაც მგელმა შეუქმნა პრობლემა მოსახლეობას, შეუჭამა პირუტყვი და ასე შემდეგ. და რაც შეეხება სააგენტოს ცხოველთა მონიტორინგის სტიქიის დღეებში მაქსიმალურად გამოიყენა თავის რესურსი, რაც გააჩნია ეს იქნება პირადი შემადგენლობა თუ აღჭურვილობა. მაგრამ ნიანგებს არ ელოდით, ხო? არ ველოდით, მაგრამ მაინც დავიჭირეთ.
შევძელით. აი ვებხვის ამბავი ბოლოს რომელიც ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ რა მიზეზითაც მოგიწვიეთ რომ მაყურებელმა გაიგოს რომ ის ვებხვი გარეთ არის დაიჭირეს თუ რა მოხდა არის საშიში გუშინდელი მონაცემებით ესე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო ანუ გაურკვეველი იყო ადგილსაყოფელი ერთი ვებხვის და ერთი ზოლებიანი აფთარის, მაგრამ გუშინ აფთარი ნახეს ზოოპარკში, ანუ როდესაც ეს ტალახი უკვე გაწმინდეს, შიგნით ვოლიერში ყოფდა. ანუ ვებხვი ქუჩაშია ეხლა? დღეს მდგომარეობით ერთი ვებხვი არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არ ნიშნავს რომ მაინც დამის ქუჩაშია. შეიძლება თვითონ ვოლიერში არის ტალახში. ანუ სტიქია მიმსვლელყა შეიძლება, მაგრამ სანამ არ იქნება ნანახი მკვდარი ან სოციალური და ამდენი ხანი ტალახი არ გაწმენთ, ხო გაწმენდეს? ძალიან ძნელი მისადგომია იქ, ძალიან დიდი ტალახი იყო და ნელ-ნელა მიდიან ვოლიერში და თმილენ და როდესაც უკვე გასვლა ვოლიერი შენ უკვე გაწოდინება მსხურვა სტიქია, ანუ იმ ადგილას არის, არ არის გამორიცხული წყალს წაეღო და სადმე დამხჭვალი იყოს. ну, ყოველ შემთხვევაში დაზუსტებით თქმა ახლა ნამდვილად არ ვსაშეულო, სანამ რაიმე ინფორმაცია ვიგებთ. ძალიან დიდი მოძრაობა იმაში დაწყებული, რომ საერთოდ ცხოველებთან მიმართებაში ცოტა ჰუმანურები იყვნენ ადამიანები და მე მიხარია, რომ შეიქმნა ეს სამსახური და თქვენ ძალიან კარგად მუშაობთ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე კი დაგემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს იყო სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად და მე და ლუი გავაგზავნებთ საუბარს. ნახვამდის.